მოგესალმებით. დღეს გვაქვს შემდეგი თემა, სასაუბროდ. სამმაყურებელი შემოგვერთდებოდა, გეტყვით რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი გადაცემის ციკლი, ესე ვთქვათ, გიგასთან ერთად. გიგას ბევრი იცნობს, ჩვენთან ერთად იქნება გიგა ინაშვილი, შეერების სპეციალისტი. შესაბამისად, გიგას ძალიან დიდი ინტერესის სფერო აქვს და ძალიან დიდი ცოდნა აქვს და გვინდა რომ ეს ცოდნა მოვიტანოთ ჩვენს მაყურებლებამდე. ეხლა ჩვენი მაყურებლები და ჩვენი გამომწერები ძირითადად არიან მაინც სამხედრო სპეციალობით, ზოგი დაკავებული, ზოგი ყოფილი სამხედრო, ზოგი კიდე იმდენად მოყვარული, რომ აინტერესებს გავსი თემები. კონტენტი როგორც იცით თქვენ საკმაოდ საინტერესოა, ეს სამხედრო ანალიტიკა და ქართულ რეალობაში საკმაოდ წირი ინფორმაცია მოიპოვება ესე პროფესიონალურ დონეზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ თქვენთვის საინტერესო თემები განვიხილოთ. ჩვენ თხოვნა იქნება ერთ-ერთი გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაგვაფოლოვეთ ესე ვთქვათ. შეგიძლიათ ასე Instagram-ზე, Facebook-ზეც იდება ჩვენი პოსტები და დაგვიწერეთ კომენტარებში რა თემა გაინტერესებთ. ნებისმიერ თემაზე, თითქმის ნებისმიერ თემას შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც არის სამხედრო ანალიტიკური თემები. გიგას აქვს თავისი მიმართულებები, რაშიც ყველაზე ესეთი ინტერესი აქვს გამოჩენილი და დღეს ერთ-ერთი თემა იქნება სახაროვი თავდაცვის სისტემები, რაც თანამედროვე ომებში ალბათ დამერწმუნებით მნიშვნელოვანი კომპონენტია, სახაროვი თავდაცვა, როგორც პრობლემური საკითხი, ასევე საინტერესო საკითხია. შეიძლება ზოგი ძალიან დაინტერესებულია მსგავს თემატიკით და იცის, რომ ეხლა მსოფლიოში ალბათ ეხლა დაიწყო ხო, უფრო ესეთი შემდეგი ეტაპი გადავიდა ხარისთავდაცვის სისტემების, იმიტომ ამ უკრაინის ომმა ახლო კონფლიქტებმა გვაჩვენა, რომ ჭირდება ამას შეცვლა. და შეიძლება ძველი რაღაც ნიმუშების ამოწევა ხდება, როგორც დრონებთან საბრძოლოდ. ამასთან დაკავშირებით გიგა უკეთესად ისაუბრებს, გიგას აქვს მომზადებული ამასთან დაკავშირებით მცირე სლაიდ-შოუ და ლაივის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვიწეროთ კითხვები. რაც კი გექნებათ. დანარჩენი მოდი გიგა დავიწყოთ. და მონიტორზე. კი, მონიტორზე. საკმაოდ ესეთი საინტერესო სურათებიც იქნება ტექსტური მასალას და საკმაოდ ესეთი ეტაპობრივად მივყვებით. ზოგადად ძალიან საუბრობდით წელს ამაზე, უდიდესი თემა არის ეს ალბათ თავისი. რამდენიმე დღე შეიძლება ამაზე გაუშვებელი საუბარი. რა თქმა უნდა, იმდენი დეტალისგან შედგება და პრაქტიკულად ტექნოლოგიურადაც, ინტელექტუალური კუთხითაც ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ზემოთ მდგომის, ასე ვთქვათ, მიმართულება არის ეს ზოგადად თანამედროვე სამხედრო ძალებში, ანუ საჰაერო თავდაცვის სისტემა მთელი თავისი მიმართულებებით და კომპონენტებით, ხო? აი, ისტორიით რო დავიწყოთ ზოგადად, იმიტომ რომ ყველას აქვს განვითარების თავისი ისტორია, როგორ მოვიდა დღემდე ის, რაც გვაქვს სოფლიოში და რითი იწყებოდა ეს ყველაფერი, როდის გაჩნდა ამის აუცილებლობა, რომ ცა დაეცვათ. ხო, ამიტომ დავიწყოთ პირველ თავს. ისე ძალიან მოკლე და ლოგიკური პასუხი ალბათ. მაშინ ხოლმე მას შემდეგ რაც ცაში გამოჩნდნენ პოტენციური მიზნები, რომელსაც შეიძლებოდა რაღაც საფრთხე მოიტანათ, ხო, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანმა აითვისა საჰაერო სივრცე, ხო, ცა. მოდი აი მივყვეთ ძალიან რო არ გაგვეწეროს, ხო, საუბარი, მივყვეთ ანუ პრეზენტაციას, მაყურებელს ნახავს, კითხვებსაც დავსვამენ და თან რაღაცა მართლა 5 საათიანი ონლაინ ლექციას არ გამოგვივა, ხო? ჩვენი ეს დაიდება YouTube-ზე ეს რგოლი. შეგიძლიათ მე YouTube-ზეც ნახოთ და ახლა ლაივში ვისაც გიქნებათ კითხვები, როგორც YouTube-ში, ასევე ლაივში Facebook-ზე შეგიძლიათ დაგვისვათ ნებისმიერი კითხვა, დაგვიწერეთ, დავიკითხავ და მოგაწვით ინფორმაციას. კი. მოკლედ აი ზოგადად საჰაერო თავდაცვის სისტემის ზოგადად არსზე რო ვისაუბროთ, ესე ძალიან ესეთი მოკლედ და ძალიან ესეთი ოპტიმიზებულად არის ამ კონკრეტულ პრეზენტაციაშიც სლაიდ-შოუშიც წარმოდგენილი, ხო? საჰაერო თავდაცვის სისტემა ზოგადად წარმოადგენს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის განუყოფელ და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს. ზოგადად ძალიან ესეთი ფართო მიმართულება არის და ბევრ ძალიან ესეთი დიდ და ვიწრო მიმართულებებს მოიცავს საკუთარ, ასე ვთქვათ, თავში და როგორც თქვი, ჯარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტელექტუალური და მაღალ ტექნოლოგიური სახეობა არის. ძვირად ღირებული, რა თქმა უნდა, ფლოტთან ერთად. თუ კი რამე აი მაღალ ტექნოლოგიური იქმნება დღესდღეობით სამხედრო საქმეში, სამხედრო სამრეწველო კომპლექსებში სხვა ქვეყნების, თუ კი რამე მაღალ ტექნოლოგიური იქმნება კავშირგაბმულობის სისტემების მიმართულებით, რადიოლოკაციური სადგურების მიმართულებით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო საზენიტო რაკეტების მიმართულებით, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ემსახურება საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიურ განვითარებას და მისი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების ზრდას, ხო? და ამ კონკრეტული ტექნოლოგიური განვითარებების და განვითარებებისთვის მიმართულებებს და, ასე ვთქვათ, მიმართულებებს ქმნის პატარა ლოკალური და დიდი ომები
ზოგადად ძირითადი მაინცირებელია, ასე ვთქვათ, ფაქტორები მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამას შემდეგ სლაიდებში შევიხებით, მაგრამ მაინც დაწერო ახსენო, იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომები და შემდგომ ცივი ომი, რა თქმა უნდა, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით რესურსები, ფულადი რესურსები, ადამიანური ინტელექტუალური რესურსები დაიხარჯა სხვადასხვა ტიპის შეიარაღების სისტემების შექმნაზე. ეს საჰაერო თავდაცვის მარტო საჰაერო თავდაცვას არ ეხება, ყველა სხვა მიმართულებას ეხება. შეიარაღებას როცა ვსაუბრობთ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. უდიდესი რესურსები იხარჯებოდა ცივი ომის პერიოდში და სწორედ ასე ვთქვათ, იმ პერიოდიდან მოდის შეიარაღების სისტემების, საბრძოლო სისტემების ის დიდი ნაწილი, მათი პირველადი კონფიგურაციები, პირველადი მოდიფიკაციები, რომელიც დღესდღეობით გვხვდება ბრძოლის ველზე, ხო? ხო, იხვეწება, რა თქმა უნდა. ხო, რო დაუბრუნდეთ ახლა, ხო, საჰაერო თავდაცვის სისტემის ზოგადი არსი რა არის, ხო? სისტემის პირდაპირ დანიშნულება არის საომარ და არასაომარ სიტუაციაში, ანუ ომის დროს და მშვიდობიან პერიოდში ქვეყნის, ასე ვთქვათ, საჰაერო სივრცის, საჰაერო სუვერენიტეტის კონტროლი და დაცვა. როგორც აქტიური საშუალებებით, ასევე პასიური საშუალებებით, ხო? სისტემა ზოგადად შედგება აი ამ პასიური კომპონენტებისგან და აქტიური კომპონენტებისგან და ეხლა მოვიხილოთ უკვე ინდივიდუალურად რა რომელი არის და რას აკეთებს, ხო? საკმაოდ ცელი თემაა ნამდვილად და კარგია, ხო, ამას ვესწრები რომ გავყევას, იმიტომ რომ ოპტიმიზებული არის მაქსიმალურად დაკეშე შემსრულებელი, რეალურად მარტო პასიურზე ხა ცალკე ლექციის ჩატარება მარტო პასიურზე შეიძლება, ამიტომ ნამდვილად შეგიძლია, ხო. უბრალოდ ერთ რაღაცას შეგაწყვეტეთ, ბოდიშს გიხდი, კითხვებს გვიწერენ ხოლმე, ხა მიღაჟებზეც იყო კითხვა. მოდი კითხვებს ბოლოსკენ, ან შუისკენ, როცა მეტყვი, ჩავინიშნავ აუცილებლად. იქნება შინაარსობრივად წვეტები, სულგადგილებში და შეგვიძლია. ყველა კითხვა რაც კი იქნება დასმული, მე მოვინიშნა აუცილებლად, გიგაუპასუხებს, უბრალოდ თემიდან რო არ მოვიდეთ, მიღაჟებამდე ჯერ შევსავართ, ხო? ჯერ პირველი მეძებთ. უკრაინაში ალბათ მირაჟების გამოყენებაზე იყო. აი, ჯობია ბოლოსკენ. ესე იგი, პასიური კომპონენტი მართვა და საჰაერო სივრცის რადიოტექნიკური კონტროლის სხვადასხვა საშუალებებით. ესე იგი, აქ საუბარი არის მართვის სისტემებზე, ზოგადად, თანამედროვე ეპოქაში ციფრული მართვის სისტემები, რაც ონლაინ რეჟიმში, ლაივ რეჟიმში ხდება, ასე ვთქვათ, მთელი ყველა, ასე ვთქვათ, დიდიდან ზემოდან ქვემოთ, ასე ვთქვათ, უმსხვილესიდან უმცირეს კომპონენტებამდე ყველა, ასე ვთქვათ, ელემენტის მართვა, როგორც საომარ სიტუაციაში, ასევე მშვიდობიან პერიოდში. აქტიური კომპონენტი უკვე საჰაერო სივრცის უშუალოდ დარღვევის შემთხვევაში მოწინააღმდეგის სამიზნეების განდევნა, განადგურება ან რადიოელექტრონული ჩახშობა. ამ შემთხვევაში ერთადერთი არის განადგურება, როცა ფიზიკური, ასე ვთქვათ, დაზიანება, განადგურება ხდება სამიზნეების რადიოელექტრონული ჩახშობა, როდესაც სხვა რადიოელექტრონული საშუალებებით მოწინააღმდეგეზე ელექტრომაგნიტური და სხვა ტიპის ზემოქმედებას ახორციელებს მის საბორტე რადიოელექტრონულ სისტემებზე. პილოტირებულზეც და დრონებზეც კი. დრონებზე უფრო აქტუალურად ეხა ჩვენ რასაც ხედავთ რა. თუმცა ჩვეულებრივ პილოტირებულზეც არ არის მეთოდია ეს და ასევე სამიზნის განდევნა, ხო, მოწინააღმდეგის ჩვეულებრივ გამანადგურებელი გზაგადამჭრელებით, რომელიც ხარში აწევა ეს. ხო, გამანადგურებელი გზაგადამჭრელები ზოგადად ეს თვითმფრინავები არის კომპონენტი საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის. ისე აქვე მინდა თქვა ისიც, რომ აი ძალიან ხშირად ეშლებათ, ბევრმა იცის რა თქმა უნდა, ვინც დაინტერესებულია ამითი, საჰაერო თავდაცვის სისტემა წინადადებას როცა ვიძახით, ხო, ეს შეიძლება ნიშნავდეს უშუალოდ საჰაერო თავდაცვის რომელიმე სისტემას, მაგალითად სისტემა პეტრიოტ ტიპის სისტემა, S300 სიტყვაზე სისტემა, S400. საჰაერო თავდაცვის სისტემა ასევე წინადადება შეიძლება ნიშნავდეს ეს მთლიანობაში ორგანიზმს, ორგანიზაციულ სტრუქტურას საჰაერო თავდაცვის სისტემისა, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია კომპლექსურად ყველაფერი ერთად. კომპლექსურად სხვადასხვა ტიპის სამხედრო ძალების. შეგაწყვეტი, უბრალოდ აი შეიძლება კითხვა გავუსვათ ეგეთი, რომ აი ეს სამხედრო და სამოქალაქო, ანუ მანდაცხო რადარები მუშაობს. აქ როგორ ხდება ურთიერთგაცვლა ამ ინფორმაციის, ანუ რადარს, რომელსაც სამოქალაქო მიზნებისთვის ვიყენებთ და ვზვერავთ, ესე ვთქვათ, სივრცეს. ერთმანეთში ცვლიან ხო? კი, რა თქმა უნდა, ზოგადად სამხედრო რადარების შესაძლებლობები უფრო მაღალი არის თვითონ მიღებული ინფორმაციის ანალიზის კუთხითაც, ინფორმაციის გადამუშავების კუთხითაც, თვითონ სამიზნეების ამოცნობის კუთხითაც, თვითონ საინფორმაციო ბაზაც სამხედრო რადარებში ბევრად უფრო დიდი არის. სამოქალაქო რადარებში ზოგადად უმეტესწილად სამოქალაქო რადარები უფრო სამოქალაქო ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავების აღმოჩენა გაცილებაზე არიან პასუხისმგებლები, მაგრამ გარკვეულწილად შესაძლებელია რაღაც დონეზე გამოყენებული იქნა სამხედრო მიზნებისათვის კი, ხო? ამას შესაბამისად ერთიან სისტემაში მაინც მეტნაკლებად ზის ეს, ხო? ერთიან სისტემაში რო გულისხმობს. კი. თუმცა აი პირდაპირ რო შევადაროთ რაღაც სამოქალაქო რადარები, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, ხო, მშვიდობიან პერიოდში
აქ ძალიან ზოგადი საუბარი არის, აი ნებისმიერ ტიპის ნებისმიერი ქვეყანა რო ავიღოთ, შეერთებულ შტატები მაგალითად. საფრანგეთი, სადაც აი კლასიკური გაგებით საჰაერო მრავალკომპონენტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემები არსებობს და მუშაობს, ხო? სამხედრო რადიოლოკაციურ სადგურების ქსელს და მათი მართვის სისტემებს ბევრად მეტი რაღაც აღმოჩენა და სწრაფი გაანალიზება და მართვა შეუძლია ერთდროულად, ვიდრე სიტყვაზე სამოქალაქო რადარებს შეუძლია. შეზღუდვებია ხო ინფორმაციის გადამუშავებისა და მართვის სისტემებში არის გარკვეული შეზღუდვები და უფრო სამოქალაქო ფუნქციებზე არის მორგებული. ესე იგი მოქმედების მიზანი მშვიდობიან პერიოდში, ხო? მშვიდობიან პერიოდში საჰაერო ნავიგაციის სამოქალაქო უწყებებთან კოორდინაციით ახლა შეასაც მეკითხებოდით საჰაერო სივრცის უწყვეტი კონტროლი, ანუ მშვიდობიან პერიოდში ზოგადად მეცოდეთ, რომ სამხედრო დანიშნულების რადიოლოკაციური სადგურებიც მუდმივად არის ჩართული. არაერთი სადგური სტაციონარული რაცა. ხო, რა თქმა უნდა, სტაციონარული იყოს, შეიძლება ეს გაშლილი, შეიძლება მობილური იყოს, ნახევრად მობილური, მაგრამ ეგ მეორე ხარისხოვანია, უბრალოდ მეთოდი რა არის, ანუ გარკვეული რაოდენობის რადიოლოკაციური სადგურები, რომლებიც მორიგეობაზე დგანან და მუდმივად რო არ იყოს რომელიმე ჩართული სიტყვაზე და არ გაფუჭდეს დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებიან, მორიგეობა ხდება რა, ეს ჩვეულებრივი ეს არის. მუდმივ რეჟიმში რადიოტექნიკური დაზვერვის წარმოება. საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მშვიდობიანიდან საომარ, ასე ვთქვათ, მდგომარეობაზე გადასვლის ფაზებს შორის, გარდამავალ ეტაპზე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, უკანონო არასანქცირებული ფრენების აღკვეთა. საჰაერო ვითარების შესახებ შეტყობინება და ქსელში ინფორმაციის გაცემა. ყოველივე ამის შესასრულებლად შესრულებისათვის მშვიდობიან პერიოდში საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გამოიყოფა შესაბამისი ქვედანაყოფები საბრძოლო მორიგეობისთვის. ხო. ეს არის მშვიდობიან პერიოდში, რასაც აკეთებს ზოგადად საჰაერო თავდაცვა. აი, ერთი რაც კითხვები დაგვიგროვდა, მაგრამ ჯერ არ გადავთ, მოკლედ საინტერესო კითხვებია საკმაოდ და აი, საჰაერო პატრულირება გამონადგურებელი გზაგადამჭერი ავიაცია. ანუ მე რაც როგორც ახლა ნატო ახორციელებს, ხო? ნატო თავის ბალტიის ქვეყნებში ზეთადაა ეს კონფლიქტი ეკონომი ის არის, ხო? რაც ისეთ ადგილებში, სადაც ყველა შეუძლია. ხო, აი ბალტიის ზღვის მიმართულება, სადაც ხშირად ხდება ხოლმე უფრო აი წინა წლებში ხდება. მან სულ კონფლიქტი ხდება როგორც და კი, ეხლა ცოტა ისე შემცირდა უკრაინაში ომის გამო, თუმცა ადრე არ გავიდოდა რომ რაღაცა Tu-95-ან Tu-160 არ შეფრინილიყო და თუნდაც ნეიტრალურ წლებში და აქეთ მხრიდან უკვე რაღაცა ტორნადოები, გერმანული ტორნადოები ან რაღაცა ევროფაიტერები ან წესია ხო რაღაც ეგეთი, ნუ არა მოდგომოდეს სხვა ქვეყანაში რომ უბრალოდ დადის ხაერში გამონადგურებელი და აცილებს ხო, აცილებს კი, აცილებს თავს ახსენებს ესე თქვა, სხვა დიდი არაფერი ხო მანდ. კი, ეს ჩვეულებრივი რაღაც არის და აი რამდენიმე სლაიდი მაგაზეც იქნება და ნებების მოშლა ხდება ამიტომ ილუსტრაციები იქნება მაგაზეც საკმაოდ ისეთი სასაცილო ილუსტრაციებიც როგორ იცვლებოდა დასავლური ავიაციის ტექნოლოგიური განვითარების დონე და როგორ რჩება უცვლელად რუსული Tu-95 MS-ი, რომელიც ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული არ გვს ხოლმე ხანდახან სხვადასხვა რაღაცა ტრასა აქვს ყოველმან და იმ ტრასას მოძებობენ. ნუ ეხლა რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ძირითადად დასაქმებულები არიან ეგენი რუსული სტრატეგიული ავიაცია ფოთოსანი რაკეტების გაშვებით არის დაკავებული და დიდად არცალიათ ეგეთი პროვოკაციული ფრენებისთვის ნატოს ჩრდილოეთ ნაწილში და უწიათ საქმის კეთება იმის მაგალითად რომ სამწუხაროდ მოქმედების მიზანი ომის დროს. აქაც აი კარგი ილუსტრაცია არის, აირონდომები არის, ისრაელში არის გადაღებული. სურათია, ფერს ექნება ინტერნეტში ნახე. კი, სავსეიდან გამახსენდა. ესე იგი მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების წინააღმდეგ მუშაობა. ჩვეულებრივად მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების ჩამოგდება სხვადასხვა მანძილებზე მოქმედი საზენიტო რაკეტებით ან საზენიტო артиლერიით, ხო? პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრების და სამრეწველო რაიონების ობიექტების საჰაერო თავდაცვა. ანუ ესეთი მსხვილი ასე თქვა სტრატეგიული ობიექტების გარშემო საჰაეროსაწინააღმდეგო ფარის, ჰაეროსაწინააღმდეგო ქოლგის შეკვრა, ასე ვთქვათ, შექმნა. შენაერთების და ქვედანაყოფების დისლოკაციის, თავმოყრისა და გაშლის რაიონების, აეროდრომების საკომანდო პუნქტების და სხვა სამხედრო ობიექტების დაცვა საავიაციო სარაკეტო დარტყმებისაგან. ამას ახორციელებს, ნუ როგორც წესი უფრო ახორციელებს ხოლმე საჯაისო ჰაეროსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფები, მაგრამ ითავსებს ხოლმე ჩვეულებრივი საჰაერო თავდაცვა როგორც სახეობაც რა. ამასაც ეხლა კიდე ერთი მომენტი არის ეხლა. განსხვავება რაშია? ისრაელში მგონი ცალკე სახეობად არა, ხო საჰაერო ძალებს ეკუთვნის. ჩვენთან ცოტა განსხვავებულად არის. ანუ სახეობა, ხო. ეგ უბრალოდ სახელწოდებაშია, ხო სხვაობა მანდ. აი ეხლა ახსნი ცოტა გავიდით. კი, ცოტა ისეთი ხშირად უჭირთ ხოლმე განსხვავება, სახეობა არის თუ გვარეობა და ხო და ეს კლასიკური განსხვავება რა არის, ამას ახსნი ეხლა ზუსტად. ეს თვითონ საჰაერო ბალისტიკურ რაკეტებს ცალკე ის აქვს ხო მიმართულება როგორც ვიცი და
კი, რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვა ცალკე არის, მაგრამ ნუ მაინც ერთიანი მართვის სისტემაში იმართებიან კი აიდებში. ერთმანეთს გადაფარვასაც უკეთებენ, რა თქმა უნდა. საჰაერო თავდაცვა სხვადასხვა ქვეყნების ჯარებში არსებობს როგორც ცალკეულ სახეობად და მასში შემავალი გვარეობები შეიძლება იყოს, ასევე როგორც სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში არსებულ საჯარისო საჰაერო თავდაცვის გვარეობის სახით. სახმელეთოს რაც სახმელეთოს კომპონენტი და რეალურად ნუ ეს უფრო აი შედარებით აი მარტივ ენაზე ვთქვა, უფრო დაბალი დონის საჰაერო თავდაცვის სისტემად ითვლება. ხო, როგორც სახეობა უფრო მრავალფეროვანი არის და მეტი შესაძლებლობებით, როგორც წესი უფრო ფართო ასე ვთქვათ გამოყენების არის, მშვიდობიან პერიოდშიც მუშაობს აქტიურად და საომარ პირობებშიც უფრო მეტი ასე ვთქვათ უფრო სერიოზულ ამოცანებს ასრულებს, ვიდრე მხოლოდ რაღაცა შეიძლება იყოს მხოლოდ რაღაც სახმელეთო ასე ვთქვათ სახმელეთო ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების გადაფარვა. თუმცა როგორც გვარეობაც ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ითავსებდეს იმ ფუნქციებს, რასაც სიტყვაზე ზოგიერთ ქვეყანაში ასრულებს როგორც სახეობა რა. მე მგონი გასაგებია ხო? ის როგორ ასწრέφი. ესე იგი სახეობა უზრუნველყოფს ქვეყნის ეხლა აქ რასაც ვიძახი არის კლასიკური ვარიანტი რა, იმ როგორც მაგალითად კლასიკური როგორც ხო, აი ჩვენთან თუნდაც ხო? რუსეთში არის მაგალითად ესე, იმიტომ რომ სულ კომპონენტიანი საჰაერო თავდაცვა არის რა. უკრაინაშიც ასე არის. სახეობა უზრუნველყოფს ქვეყნის სრული ტერიტორიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას, მოქმედებს შორ მანძილებზე და შედგება სხვადასხვა ვიწრო ფუნქციონალის მქონე კომპონენტებისაგან. გვარეობა უზრუნველყოფს სამხედრო ნაწილების და საომარ სიტუაციაში ჯარების თავმოყრის რაიონების და მოძრავი კოლონების საჰაერო თავდაცვას. მოქმედებს ახლო მანძილებში, ახლო ან შეიძლება საშუალოშიც მოქმედებდეს და მაქსიმალურად ავტონომიური სისტემებისგან კომპლექტდება. ეს არის კლასიკური გაგები, თუმცა გარკვეულ ქვეყნებში ეს გვარეობაში შეიძლება შედიოდეს შორმანძილზე მოქმედი სისტემებიც, საშუალო მანძილზე მოქმედი სისტემებიც და ასე შემდეგ. მოკლედ, რა საშუალებებიც აქვს კონკრეტულ ქვეყანას ეკონომიკური, სამხედრო რესურსები და რასაც მოითხოვს მისი ასე ვთქვათ სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკური მოწყობა ზოგადად. მისი გეოგრაფია, რელიეფი და ძალიან ბევრ რაღაცაზე მოკლედ დამოკიდებული რა. ხა სპეციფიკურად ვაღვიძოთ ისე სულ სხვა რაღაცა სჭირდება ვიდრე თუნდაც რუსეთს. ხო, აი აქაც ეხლა სურათებზე რასაც ხედავთ ეხლა აქეთ პეტრიოტის სისტემები არის შორმანძილზე მოქმედი ერთ-ერთი საუკეთესო თავის კლასში, ეს უკვე საჰაერო თავდაცვის სახეობა იყენებს როგორც წესი ამას, როგორც ასე ვთქვათ ჯარების ერთ-ერთი სახეობა და აქეთ უკვე პოლონური ახლო მანძილზე მოქმედი სისტემა არის გრომის და პერუნის რაკეტებით. ეს უკვე ეს არის ჩვეულებრივი სისტემა, რომელიც ახლო მანძილზე 6 კილომეტრამდე სიტყვაზე მანძილს ფარავს. ნუ აი სტინგერის პოლონური ანალოგი არის, ოღონდ ტექნოლოგიურად აი მოდერნიზებული იგლა არის, ხო? გრომი, კარგად ნაცნობი, ჩვენთვის გრომი და ამ მანქანის დანიშნულება ეს უფრო ეს არის, რომ კოლონების გაცილება და მცირე ასე ვთქვათ ფართობის სიტყვაზე ბატალიონის თავმოყრის რაიონის დაცვა და მარშზე როცა უფრო აი მარშები და კოლონების გაცილება კი. ნუ მაგაზე უფრო გადავალთ ახლა სხვა იმაზე. ნუ ბრძოლა მრავალი ფუნქცია შეიძლება ამან შეითავსოს, მაგალითად შეიძლება შეითავსოს პეტრიოტის პოზიციების დაცვას, თავად პეტრიოტის ბატარეა დაიწყოს. და შეიძლება სხვა ფუნქციებით შეითავსოს. მაგას ცოტა შემდეგში. მოდი ახლა პატარა ისტორიული მიმოხილვა გავაკეთოთ და აქ ცოტა ბევრი სლაიდებია, ამიტომ ძალიან ისე ზოგადად. კი, გავიარო. საინტერესო მონაკვეთები გავიარო. ეს სხვათაშორის ეს პრეზენტაცია კაი ხნის წინ მაქვს ეთებული, ალბათ 1-5-6 წლის წინ და კაი დიდი ხანი არ გამიხსნია და რაღაცა ისინი რა ქვია, რაღაც კონკრეტული დეტალები შეიძლება ზოგადად არ მახსოვდეს, ამიტომ მივადევნებ თვალყურს და მაქსიმალურად ვესწრები, რომ ყველა ესეთი საინტერესო დეტალი არ გამოგვეპაროს, ხო? საჰაერო თავდაცვის როგორც ჯარების ერთ-ერთი სახეობის ისტორია ბრძოლის ველზე ზოგადად საფრენი აპარატების, როგორც წეგან ვიძახი, საფრენი აპარატების გამოჩენასთან ერთად იწყება. და მე-20 საუკუნის განმავლობაში სამხედრო ავიაციის განვითარებასთან ერთად ვითარდება, ხო? როგორც აი ტანკები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები ებრძოდა ერთმანეთთან იმაში იყვნენ, ხო? შესული ბრძოლაში, კონკურენციაში, ვითარდებოდა ტანკები, იქმნებოდა დინამიური დაცვის ელემენტები, აქეთ იქმნებოდა უკვე ტანდემური კუმულაციური გასროლები და დაახლოებით ესეთი შეჯიბრება, ხო, ესეთი შეჯიბრება ხდებოდა განსაკუთრებით ცივი ომის პერიოდშიც, მეორე მსოფლიო ომის დროსაც, ნუ შემდეგაც ცივი ომის პერიოდში საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ავიაციას შორის, ხო? სამხედრო დანიშნულების პირველი თვითმფრინავები შეუჯავშნავი იყო, კარგად და ადვილი დასაზიანებელი იყო, ამიტომ მათ წინააღმდეგ სხვადასხვა კალიბრის ჩვეულებრივი ტყვიამთქოები ან ტყვიამთქოებით აღჭურვილი საზეიმტო დანადგარები გამოიყენებოდა. აი მაგალითისთვის შემიძლია თქვა ეხლა, რომ ნუ ოკუპაციის კვირეული არის, ეს არის თებერვლის ბოლო რიცხვები არის და 1921 წელი რო გავიხსენოთ, იმ პერიოდში ჩვენ აი მსოფლიოს სხვა ქვეყნებს თუ გადავავალებთ, იმ პერიოდში რა ტიპის საჰაერო ძალები ყავდათ და რა ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდათ
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო ძალები ყავდა ჩვენ თვითმფრინავების ტიპებისა და თვითმფრინავების ტიპებიდან და ასე ვთქვათ მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე აი ხლა რომ საუბარი იყო დაუჯავშნავი იყო ხო იმ პერიოდის პირველი ასე ვთქვათ ბიპლანები გემახსოვრება ეს ძველი ასე ვთქვათ თვითმფრინავები იტალიური ანსალდოები ყავდა სხვა ტიპის თვითმფრინავებიც ყავდა S-10-ები და ესენი რა თქმა უნდა დაუჯავშნავი იყო დიდწილად ესეთ ამ თვითმფრინავების ფიუზელაჟები ფანერისგან კეთდებოდა და პილოტი რაღაცა კუსტარული მეთოდებით შეიძლება რაღაცა ყოფილიყო მცირედი დაცული მაგრამ საიდან მოვიდა ეგენი ანუ სხვათა შორის ერთი საინტერესო პირდაპირ მოხდა შესაძლოა მოხდა თუმცა ხა ძალიან ისეთი რო არ გაიწელოს ამაზე საუბარი და ძალიან დეტალებში რო არ წავიდეთ ნუ რაღაცა სერიოზული როლი არ უთამაშია მაგ პერიოდში ამ თვითმფრინავებს სულ რამდენი ხო ვერ მოხერხდა მათი ასე ვთქვათ სულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა ჩაყენება გარკვეული მიზეზების გამო და ეპიზოდურად დაფიქსირდა მათი საბრძოლო გამოყენება თუ არ ვწდები რამდენიმე მცირე კალიბრიანი როგორც ვიცი სადღაც 30-35 კილოგრამი წონითი კატეგორიის ბომბები ჩამოყარეს ამ თვითმფრინავებმა ლილოს მიმდებარედ როცა მე-11 არმია შემოდიოდა ხელით ყრიდნენ თვითმფრინავიდან კი რამდენიმე წელი იდებოდა და მაშინ სიჩქარეც ახლა არანაირ პილონები რა თქმა უნდა თვითმფრინავებს არ ქონდა სიჩქარეს დაბალიყო და ესეთი ფაქტი დაფიქსირდა ეს ბევრმა ისიც არის ამ პერიოდში ტანკებიც ყავდა ორი ერთეული მარკ 5-ები და თან მარკ 5 ხო მარკ 5-ები უბრალოდ მათი ბოლომდე აწყობა ხო თეთრ გვარდიელებისგან ჩაიგდეს ჩვენი ბახელში და უბრალოდ მათი ბოლომდე აწყობა და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ვერ მოხერხდა სამწუხაროდ ამიტომ ეს ტანკებიც ხელში ჩაიგდეს ბოლშევიკებმა და გაიტანეს რუსეთში შემდეგში. საკმაოდ საინტერესო ისტორია ქონდა ზოგადად ამ ტანკებს და ეხლა ჩემო მეგობარმა დიმიტრი სილაქაძემ სამხედრო ისტორიკოსი არის და ძალიან მაგარი წიგნი დაწერა გამოცა და გუშინ წინ იყო ამისი პრეზენტაცია კი ამ წიგნის და ამ პირველ ქართულ ტანკებზე როგორც 1921 წლის ასე ვთქვათ პერიოდის ომში ტანკების გამოყენებაზე არის და ძალიან საინტერესო ის არის და აქწერია ის დეტალები ესე ვთქვათ ხო კი აქწერია ის დეტალები როგორ მოხდა შემდგომში მოხდა ეს კონკრეტული ტანკები ძალიან ისეთ სხვა მიმართულებით წავით მაგრამ მეგონი საინტერესო თემაა ეს როგორ მოხდა შემდგომში ეს ტანკები რუსეთში გაიტანეს იქიდან შემდგომში ბერლინში მოხდა სამხედრო მუზეუმში და ბერლინის ბრძოლებისშიც კი გამოიყენებოდა როგორც უძრავი სასეცხლე წერტილი 1955-ში მოკლედ ძალიან იქით როა წავიდეთ დაუბრუნდეთ ჩვენ თემას ესე იგი ამერიკის სამოქალაქო ომი 1871-1875 წლებში იარაღის პირველი გამოყენება ასე ვთქვათ იარაღის პირველი გამოყენება დაფიქსირდა საჰაერო ობიექტის წინააღმდეგ თუმცა ეს ჩვეულებრივი საჰაერო ბურთი იყო დირიჟაბლიც არ იყო საჰაერო ბურთი ბალონი თვითმფრინავის წინააღმდეგაც არ მომხდარა და დაზვერვას აწარმოებდა კი საფრანგეთ პრუსიის 1870-1871 წლების ომში უკვე ალფრედ კრუპმა ეს უდიდესმა ასე ვთქვათ მეფოლადემ ლულების სალულე ფოლადების და საჯავშნი ფოლადების კრუპების ოჯახი იცით რომ თელი დინასტია იყო მეფოლადების 37 მმ-იანი ქვემეხი მოკლედ ალფრედ კრუპმა 4 თვალაზე დაამონტაჟა ეს მაშინდელი ის არის რომლითაც ფრანგულ დირიჟაბლებს ესროდნენ აი ეს აქეთ სურათი უკვე აქეთ მარჯვენა მხარის სურათი რაც არის სწორედ ეს კონკრეტული იარაღი არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ პირველ ყოფილი საზენიტო საშუალება საზენიტო артиლერიის წინაპარი შეიძლება დავარქვათ ამას. ესე იგი საფრენი აპარატის პირველი ჩამოგდება ისტორიულად თურქეთ-იტალიის ომში. უშუალოდ საფრენი. პილოტირებადიაცა, ხო? ხო, რა პილოტირებად. ხო, ნუ ის დირიჟაბლიც შეიძლება თქვა საჰაერო ობიექტი იყო, მაგრამ აი უფრო თვითმფრინავებზე არის მოკლედ ძრავიანია. ძრავიან თვითმფრინავზეა საუბარი საფრენი აპარატი. ესე იგი თურქეთ-იტალიის ომში დაფიქსირდა 1912 წლის 25 აგვისტოს ჩამოაგდეს იტალიურ თვითმფრინავი, რომელსაც ლეიტენანტი პიერო მაზინი მართავდა. ეს კი ესე იგი პირველი მსოფლიო ომი უკვე ტექნოლოგიური კუთხით იქცა ძირითადად ასე ვთქვათ მაინიცირებელ ფაქტორად, რამაც იმ პერიოდისათვის, ანუ მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდისათვის განავითარა ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნა ის მიმდინარეობები, რა მიმდინარეობებითაც შემდგომში განვითარდნენ ასე ვთქვათ საჰაერო თავდაცვის ასე ვთქვათ საშუალებები, ანუ აქ ძირითადად საუბარი არის საზენიტო პრიამთქოები, საზენიტო ქვემეხები. რა თქმა უნდა, რაკეტების შემდგომში პრომის მერე წამოვიდა, ხო?
ესე იგი, აი საწინააღმდეგო შეიარაღების გაუმჯობესების. ხო, ამ პერიოდისათვის იქნება უკვე პირველი სრულფასოვანი საზენიტო ქვემეხები და სატყვიამთქვეო საზენიტო დანადგარები. ეხლა აი აქ მოცემულ სურათზე მარჯვენა მხარეს აი კლასიკური ასე ვთქვათ წინაპარი არის თანამედროვე საზენიტო ტყვიამთქვევისა და საზენიტო ქვემეხის. ნუ იცი თანამედროვეობაში უფრო დიდწილად საზენიტო ქვემეხები არის ძირითადი ისა, საშუალება, თუმცა საზენიტო ტყვიამთქვევებიც გამოიყენება. ხო, ანუ აქ საუბარი მაქვს იმ საშუალებებზე, რაც ტყვიას ან მცირე კალიბრიან ჭურს ისვრის. რაკეტებზე არის. რაკეტებამდე. ხო, თავისი ასე ვთქვათ ამძრავი დამიზნების ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში დამიზნების მექანიზმებზე არის საუბარი. დაზგა თავისი სექტორი, რომელიც ვერტიკალურ სიბრტყეში კუთხეს აძლევს და საზენიტო დანიშნულების მექანიკური სამიზნეები ჩნდება უკვე ამ პერიოდიდან. სპეციალურ ბადე სამიზნეები, რომელიც მანამდე ფაქტიურად არ არსებობდა. საინტერესო ასე ვთქვათ ფაქტი პირველი მსოფლიო ომიდან ეს ცნობილი ასე ვთქვათ წითელი ბარონი 1918 წლის 21 აპრილს მდინარე სომასთან იგივე მდინარე სადაც პირველად გამოჩნდნენ ტანკები ლეგენდარული გერმანელი ასი მანფრედ ფონ რიხტჰოფენი მეტსახელად წითელი ბარონი ავსტრალიელი აი საიდან მოხდა აქ აი ზომით ხო მოკლედ ავსტრალიელი მეტყვიამთქვის მიერ ნასროლი 303 კალიბრის ასე ვთქვათ ვიკერსის ტიპის საზენიტო კონფიგურაციის ასე ვთქვათ ტყვიამთქვის ცეცხლს შეეწირა ნუ ეს ტყვიამთქვი ჩულოდ სახმელეთო ტყვიამთქვი იყო ხო ტექნიკაზეც იყენა ისე ხმარობდნენ მაგრამ ამ შემთხვევაში საზენიტო კონფიგურაცია იყო რომელსაც სექტორი ჰქონდა და მაღალი კუთხე შეიძლებოდა აწევა რა თქმა უნდა ესენი მელე ყავდა რა კი ეს მაგის თვითმფრინავის ასე ვთქვათ ის არის აქვია რა სახიან რეპროდუქცია თუ ხო განახლი ახალი აწყობილი ის კლონი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდი უკვე არის ის პერიოდი, როდესაც აი ელექტრონული სისტემები ჩნდება საჰაერო თავდაცვის სისტემის, ასე ვთქვათ, საჰაერო თავდაცვის შეიარაღებაში და წინა პლანზე წამოდის საზენიტო ქვემეხები, მათ შორის პროგრამირებადი ამ წინასწარ, ასე ვთქვათ, ტაიმერიანი საბრძოლო მასალით, რომელთაც აი კონტროლირებადი ნავსროების ფარდების შექმნა შეიძლებოდა უკვე სხვადასხვა საფრენი აპარატის დასაზიანებლად და ჩამოსაგდებად, რასაც რა მეთოდების დღესდღეობით გამოიყენება, ხო? მეორე მსოფლიო ომში ორივე მხარე ასე ვთქვათ, ორივე მხრიდან ძირითადად საერთაშორისო საშუალებად ისე სრულკალიბრიანი ტყვიამთქვევები ჩნდებოდა, თუმცა ეტაპობრივად ჩნდებოდა უკვე დიდი რაოდენობით საზენიტო ქვემეხებიც. მცირე კალიბრიანი ასე ვთქვათ, სწრაფსროლი ქვემეხები და სრულკალიბრიანი საზენიტო ქვემეხები იყო მაინც ასე ვთქვათ, ძირითადი საშუალება და რაკეტები უკვე მე შემდგომში ჩნდება. ანუ ჯერ რაკეტები მეორე მსოფლიო ომის დროს აღანერი რაკეტა არ დაფაინავს, ხო ჯერ იყო ბოლო პერიოდში იყო და შევეხებით მაგიებსაც, ოღონდ რაღაც სერიოზული გავლენა ამ ომზე არ ქონია, უბრალოდ აი რადიომართვადი რაკეტების პრიმიტიული წინაპრები იყო რა. ესეთი ძალიან ისეთი 88 მმ-იანი ფლაკი რომელსაც ტანკების წინააღმდეგაც იყენებდნენ, ტანკს წინააღმდეგო დანიშნულებით, ხო, გერმანული საზენიტო ქვემეხი ამ მიმართულებით ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იქმნება პირველ ყოფილი შედარებით პრიმიტიული ელექტრომექანიკური ხელსაწყოები საზენიტო ცეცხლის მართვისათვის რა. დღეს ასაც კომპიუტერები და ციფრული სისტემები აკეთებს, იცით რომ ნუ იმ პერიოდში შემდგომში უფრო ცივი ომის პერიოდშიც შედარებით პრიმიტიული ანალოგურ სისტემაზე მომუშავე ელექტრომექანიკური სისტემები აკეთებდა და აი ესეთი ძალიან ისეთი საინტერესო ნიმუში მეორე მსოფლიო ომში რევოლუციურ გამოგონებად იქცა, იმიტომ რომ პრაქტიკულად საზენიტო ცეცხლის მართვის ელექტრონული სისტემა იყო. მოლოდნელიც იქნებოდა საკმაოდ. ხო. მოწინააღმდეგე. ესე იგი ბრიტანული კერისონ პრედიქტორი პირველი სრულად ავტომატიზირებული საზენიტო ცეცხლის მართვის სადგური იყო. აი ამის საომავლები იყვნენ შემდგომში აი საბჭოთა პუაზოები მაგალითად, ხო? აქტიურად გამოიყენებოდა 40 მმ-იანი ბოფორსის ქვემეხთან ტანდემში. ეს ბოფორსის ქვემეხები ძალიან ისეთი დღემდე აქტიურად გამოიყენება, მის თანამედროვე მოდიფიკაციები, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის ცოტა წინა პერიოდში 30-იან წლებში შეიქმნა შვედეთში ეს და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სერიოზულად დაიხვეწა რა. აი საინტერესო ვიდეო შეგვიძლია გვანახოთ მაყურებელს, სადაც ესეთი ხმა თუ შემოვა. როგორ ხდებოდა საზენიტო გათვლების სწავლებები, ეს 40 მმ-იანი ქვემეხით, ბოფორსის ქვემეხით, ეს საზენიტო. საკმაოდ ისე არის რა. სტერეომილაკი, ჰორიზონტალური დამიზნებაც. ხო, ნუ ეს საკმაოდ ძალიან საინტერესო. თვითონებიც უკვე მუშაობენ ერთმანეთზე ჩამოსაგდებად ესე თქვა, ხო? რა თქმა უნდა, ხო, კი, რა თქმა უნდა, ეს ცნობილი დოკპაიტები მეორე მსოფლიო ომის პერიოდის დოკპაიტები, გამანადგურებლები უკვე იმ დონეზე იყო მეორე მსოფლიო ომში, რომ რა თქმა უნდა თვითმფრინავები იყო უფრო ძირითადი საშუალება, მე თუ მკითხავ, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგის ავიაციის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა საზენიტო
მაგრამ თვითონ სიმაღლე მაშინ დაახლოებით რამდენი 5 კილომეტრი სიმაღლე თუ სადღაც ეგრე ხო შეიძლება ცოტა მაღლაც ასულიყო რაღაც მაგრამ კიდე უფრო დაბლა რა რაღაც 10 კილომეტრი ხო რაღაც მაგ სიმაღლეებზე რეალურად ბევრად უფრო დაბლა ხდებოდა სულები რა 2 კილომეტრი 3 კილომეტრი ხო ხა კინოებიდან რაც ვიცით სულ აი კი გაჩნიათ რა ტიპის თვითმფრინავი იყო და სად მიფრინავდა ხო გაჩნია რა ტიპის თვითმფრინავი იყო საინტერესო ხმები აქვს ამ ვიდეოს სულ სამწუხაროდ ხო მე უკვე შეგვიძლია YouTube-ში ესე იგი ისტორია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ასევე იწყება უკვე საზენიტო რაკეტების მიმართულებით მუშაობა და ეს ასე ვთქვათ ლეგენდარული პიროვნებებით იქმნება ის ჯგუფი ასე ვთქვათ რომელმაც გერმანიაში ასე ვთქვათ დაიწყეს ამაზე მუშაობა და შემდგომში მათი ნაწილი ზოგი ამერიკაში მოხდა ზოგი საბჭოთა კავშირში როგორც ბირთვული ფიზიკოსების ნაწილი ზოგი ამერიკულმა დაზვერვამ წაიყვანა ზოგი საბჭოთა კავშირში დაზვერვამ და აქაც დაახლოებით იგივე მოხდა აქ იყო მათ შორის იყო სწორედ ეს ლეგენდა ვერნერ ფონ ბრაუნი რომელიც რაკეტმშენებლობის მამა გერმანელი ხო რა თქმა უნდა მეორე მსოფლიო ომიდან იწყება უკვე საზენიტო რაკეტების ეპოქაც ამ მიმართულებით გარდამტეხი შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშა ნაცისტურ გერმანიაში ვერნახტის გენერალ-მაიორის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ვოლტერ დორნბეგერის მიერ სარაკეტო ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების ჯგუფის ორგანიზება. ეს ჯგუფი იყო სწორედ სადაც თავი მოიყარეს უკვე ისეთმა მეცნიერებმა როგორებიც იყვნენ ვალტერ ტილი, არტურ რუდოლფი, ვალტერ რიდელი, ჰელმუტ ვალტერი, ჰელმუტ გრეტრუპი და რა თქმა უნდა ლეგენდარული ეს ვერნერ ფონ ბრაუნი, რომელიც თანამედროვე სარაკეტო ტექნოლოგიების მამად ითვლება. ომის შემდეგ ამ მეცნიერთა ნაწილი შეერთებულ შტატებში, ნაწილი საბჭოთა კავშირში იქნა გადაყვანილი, სადაც ბალისტიკური რაკეტების მიმართულებით და უკვე საზენიტო რაკეტების და მათი ძრავების მიმართულებითაც, ასე ვთქვათ, მუშაობდნენ. და პრაქტიკულად ამ ხალხზე დაშენდა და ამ ხალხზე დგას მთელი ეს რაკეტების ხო სარაკეტო ტექნოლოგიების, ასე ვთქვათ, საფუძველი, რომელიც დღემდე, ასე ვთქვათ, მოდის და გვევლინება სხვადასხვა დანიშნულებითა და კონფიგურაციით და შესაძლებლობებით, ხო? ხო, ეს უკვე ის სხვადასხვა რადიომართვადი მოდელები არის, რომელიც იმ პერიოდში გერმანიაში იქნა ამ ჯგუფში მომუშავე სპეციალისტების მიერ შექმნილი და მუშა პროტოტიპები. ხო, ზოგ მათ დიდი ნაწილი აქედან ახლა აი ეს მესერშმიტ ენზიანი უფრო სწორედ ეს ფაუერლილი ზემოთ რაც არის ნახატის დონეზე არის შემორჩენილი, დანარჩენები სამი რაც არის ნიმუშებიც არის შემორჩენილი და სხვა მუზეუმებშიც დახვეწავდნენ უკვე მე წაიღებდნენ. ესენი არის თანამედროვე საზენიტო რაკეტების წინაპრები. ბალისტიკური რაკეტების ან სხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების უფრო რადიომართვადი და ნუ სხვა ტიპისაც შეიძლება ვთქვათ, მაგრამ უფრო რადიომართვადი საზენიტო რაკეტების წინაპრები არის ესენი. ეთყობა ისე აქტუალური არ იყო მაშინ უკვე ბოლოსკენ. ბოლოსკენ იყო, კი, ბოლოსკენ იყო და რა თქმა უნდა, ხო, ვეღარ მოესწრო, რა თქმა უნდა, ხო. თანამედროვე ბოლოსკენ ბევრ რაღაცას კი აკეთებდნენ ზოგადად. რატომღაც. თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის სტრუქტურა და შემადგენელი ელემენტები, ანუ თავდაცვის ერთიანობაში და არაერთი კონკრეტული პატარა სისტემის, ხო? საჰაერო თავდაცვის სისტემას ქმნიან საჰაერო თავდაცვის ძალები და ტექნიკური საშუალებები, რომლებიც გადანაწილებულები არიან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და დგანან საველე პოზიციებზე, საველე მორიგეობაზე ან შენახვაზე სამხედრო ნაწილებში. კლასიკური ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაში როგორც ხდება, ხო? სისტემა ერთიანობაში შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან. ნუ ამათთან ერთად კიდე რაღაც ქვეკომპონენტებიც შეიძლება იყოს ზოგიერთ ქვეყანაში, ხო? მართვა ცენტრალიზებული და ავტონომიური მართვის სისტემებით, ანუ ზემოდან ქვემოთ მოდის რა, ესეთ პირამიდასობით. რადიოლოკაციური, რადიოტექნიკური და ვიზუალური დაზვერვის სისტემები. სისტემა თავის სისტემებით, ხო? კი. საზენიტო სარაკეტო და საზენიტო არტილერიის სისტემები. გამანადგურებელი გზაგადამჭრელი ავიაცია. რების სისტემები, ანუ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, ცალკე არის. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურები, რა. ლოჯისტიკა. ის გარშეც ვერც ომი წარმოებს და ვერც მშვიდობიან პერიოდში. ძალიან ჩახლართულია რა. ხო, ეხლა არც ისე, თუმცა სხვათა შორის აქ წარმოდგენილი არის თურქული არმიის თურქეთის სახმელეთო ჯარებში არსებული ასე ვთქვათ საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ასე ვთქვათ ბატალიონის შემადგენლობა არის და ანუ აქ უბრალოდ ნიმუშად არის მოყვანილი, აი როგორ ხდება მართვის პუნქტიდან დაკავშირება მცირე მანძილზე მოქმედი რადიოლოკაციური სადგურებით და მის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს საზენიტო არტილერია,
გადასატანი და მანქანაზე დამონტაჟებული მცირე მანძილზე მოქმედი სითბური რაკეტები შედარებით ასე ვთქვათ დიდი მაგალითად აი უკიდურეს მარჯვენა ქვედა ნაწილში რო არის უკვე MS-13-ის თურქულ კლონებზე დაყენებული სტინგერები არის ზიპკინის სისტემა არის ესეთ ტიპის სისტემებით შედის ხო და სხვა ქვედანაყოფებს ემსახურება რა და რა თქმა უნდა ცალკე რადიოლოკაციური სადგურები ეს ექვემდებარება რა თქმა უნდა ცენტრალური მართვის შტაბს და ასევე აქვს თავისი შუალედური მართვის რგოლებიც ხო ბატარეის მართვის ცენტრი დივიზიონის მართვის ცენტრი და ასე შემდეგ არის კითხვები ხო შემოგვიყვება კითხვები კი მოდი რამოდენიმე კითხვა აქვთ მირაჟებზე ქონდათ კითხვები ესე ჯობია რომ ვერ ბოლომდე ვინც ის მასო გავაგზავნოთ უკვე შემდეგ ერთ-ერთს ქონდა ჩვენს მაყურებელს დაწერილი რომ მირაჟები რა შეიტანა მირაჟებმა უკრაინის ომში თუ მოასწრესო ან თუ დაანახეს რამე შედეგი ამ ომში არაფერი ჯერ არაფერი როგორც არის ინფორმაცია უკვე ჩატანილი არის მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია არ ვიცი შეიძლება ბოლო რამდენიმე საათში რაღაცა მოხდა რაც არ მინახია ხო ჯერ არანაირი მოლოდინი გააჩნია რამდენი ცალი იქნება მოლოდინი მასე F-16-ზე ბევრს მოლოდინი ქონდა რატომღაც ბევრს ლაპარაკობდნენ აი F-16 გადაჭრის ამ პრობლემებს უკრაინის წინაშე დგას მაგრამ ეს არის იმდენად დიდი ომი სადაც თუნდაც F-22 იყოს 5 ცალი ბევრს არაფერი შეცვლიდა ტესტავენ და ეს მაგის შეგრძნება გაკეთო ტესტავენ არაფერი გასატესტი მაგას მან დაარჭეს უკვე გატესტილი ვიფრობია მირაჟი რა ითვისებენ არა უბრალოდ მეტის რესურსი უკრაინას სამ ეტაპზე არ აქვს რომ რო კონდეს ახლა სიტყვაზე რესურსი 50 ცალი აითვის უცებ ერთიანად პილოტები მაგასაც ხო არ არის სწრაფად არ ხდება პილოტების წვრთნა და მარტო პილოტების წვრთნაში არ არის საქმე სააეროდრომო ინფრასტრუქტურა მოსამზადებელი სათადარიგო აეროდრომი მთელი სისტემა რა თქმა უნდა ესე მარტივად არ ხდება რა წლები ჭირდება პირიქით ახლა ომის პირობებში ძალიან დაჩქარებული წესით მოხდა და თუნდაც ერთი ესკადრილია F-16-ების რო დაფრინავს ახლა უკრაინაში, ეგეც საკმაოდ ისეთი სწრაფად მოხდა და ეგეც დიდი შედეგია რა. უბრალოდ ერთი რასაც ვიძახი ხოლმე ხშირად, უფრო ადრე უნდა დაწყებული ომი როგორც კი დაიწყო, მაშინ უნდა დაწყებული ამაზე მუშაობა და ფიქრი და არა ომის დაწყებიან ერთი და მაინც ჯობია ახლა ვიდრე საერთოდ არ ქნა. ხო, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ერთი კითხვა მაქვს, მაინც ეხება ამ მირაჟები მოკლედ აი რო დავთვალე, მირაჟები გააჩნია რამდენი ცალი იქნება, თუ იმდენი იქნება, რასაც იძახიან 20 ერთეულს უნდა აცდესო, რაოდენობა ალბათ 24 ცალი შეიძლება იყოს. ეს კონკრეტული მოდიფიკაციები მირაჟ 2005-ები საკმაოდ ძლიერი მოდიფიკაციები არის და შესაძლებელია იქნას გამოყენებული როგორც გამანადგურებლად და ასევე გამანადგურებელ ბომბდამშენადაც როგორც აი F-15 სტრაიკ-იგლები არის რა. F-16-თან შევადაროთ ძალიან დიდი საბრძოლო რადიუსი აქვს ამ თავის ცნობილი დიდი აუზებიდან გათვალისწინებით და პილონებზე მძიმე საბომბე დატვირთვების შეიძლება მის პილონებზე და ასე შემდეგ და დიდი ზომის ჰაერი კლასის რაკეტების წაღებაც შეუძლია. უფრო ფაქტო სპექტრის ახლა იარაღისთვის F-16-ს რო შევდაროთ F-16-ის უფრო ძველი გონია რაღაც მირაჟები და უფრო არა მასე არ არის გაჩნია რომელი მოდიფიკაცია არის მასე მირაჟები ბევრია მირაჟ 3-იც არსებობს სადამ ჰუსეინს უყვარდა სადამ ჰუსეინს უყვარდა ისინი ძველებია მირაჟ 2005-ზეა საუბარი რომელიც თანამედროვე თითქმის მეოთხე თაობის გამანადგურებელია რა თქმა უნდა F-22-ის დონე და რაფალის დონე და ევროფაიტერ ტაიფუნის დონე არ არის მაგრამ მაგას სხვა პილოტაჟის ბევრად ძლიერ თვითმფრინავი არის ვიდრე ელექტრონიკით რადიოლოკაციური სადგური და თავის შეიარაღების კომპლექტაციით ბევრად ძლიერ თვითმფრინავია ვიდრე Su-27-ია რუსების ან Su-30-ის გარკვეული მოდიფიკაცია. მაგის მოწინააღმდეგე მაინც Su-30-ები ალბათ ხო ეს კონკურენტი ის შეხვდება ჰაერში. უფრო Su-30 კი ელექტრონული სისტემების Su-30-საც ჯობია რაკეტების გარკვეული ტიპის რაკეტების ჯობია Su-30-საც მაგრამ Su-30 უფრო მანევრული თვითმფრინავია ორძრავიანი არის ამ მირაჟისგან განსხვავებით Su-30-საც აქვს თავისი დიდი პლუსები ძალიან ესეთი გრძელი თემა არის და ისეთ დეტალებზე მოგვიწევს მაშინ ლაპარაკი. ხო, ძალიან ჩავიდეთ. რომელი გაიგებს და ძალიან მოკლედ, როგორც გესვით, ჯერ შედეგი არაფერი. მაგრამ ხო, ჯერ მირაჟების მხრიდან არაფერი. ხო, და F-16-ს რო შევადაროთ, F-16 სუბკატეგორიის გამანადგურებელია და F-16-ის ის კონკრეტული მოდიფიკაციები, რაც ახლა უკრაინას ყავს, მაგათ ჯობია ეს მირაჟები კი. ხო, და ერთი კითხვა იყო კიდე მსგავს იმაში მიდის. ისევ შედარება ტადის სისტემა რო შევადაროთ C400-ებს. S400. ტადი რო გითხრა ზოგადად, იმიტომ S400 ბევრმა იცის. რა არის მაინც ამოდია ტადი ჯერ ახლა მიუწევს ტადი სისტემა ხო არა უკრაინას არ ვიცი ხა ტადს ამდენად მიცემი რა ტადი არის სპეციალიზირებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რომელიც შეიქმნა ამერიკის უშუალოდ რაკეტების ჩამოსაყრელად
შტატების, შეერთებული შტატების არმიის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი კონცეფციის, ასე ვთქვათ, შესაბამისად. ეს 400 არის ეს-300 ოჯახის გაგრძელება რადიოლოკაციური სადგურების კუთხითაც, რადარების უბრალოდ მათთვის პუნქტების კუთხითაც, თუნდა რაკეტების კუთხითაც. აქვს რამდენიმე ისეთი რაკეტა, რაც ეს-300 არ ქონდა, რა თქმა უნდა, ახალი რაკეტებიც უძლიერესი სისტემა, მაგრამ მაინც უფრო საზენიტო სარაკეტო კომპლექსი არის უფრო მაინც S-400 რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობით, ანუ კონკრეტულად რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტებით. მაგრამ თავის კლასში როგორც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ტექნოლოგიურადაც და შესაძლებლობითაც სტადია ბევრად მაღალი დონე არის. კითხვებს გადავხედავთ ან. ხო, ну, აქ ცოტა ისეთი კითხვა არის. ალასანდის მიერ გაქცეული განცხადება რამდენი შეცვალა სიმართლესო და სახელმწიფო შეკრების შესაძლებლობზე ფრანგული ხარისატუა სისტემებით, ანუ აი ეს კი, მოდი ვიტყვი მაგაზიც, იმიტომ რომ საინტერესო თემა არის. კი, იმიტომ რომ აქტუალურია არ არის სიმართლე, ეგ საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს მაგაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, მაგრამ სიმართლე ანუ იყოს ხო, სიტყვაზე ასტერუსდაათებზე იყო ხო იქ ლაპარაკი. ალბათ იყო ლაპარაკი თითქოს რაღაცა, ჩემ აზრს გეტყვი, რომელიც დიდწილად ახლოს არის რეალობასთან. რომ ამ კუთხით ასე თუ ისე ძალიან ცოტა რაღაცები გამიგება, ცოტა. ბევრი არა. მოკლედ არ არსებობს საჰაერო თავდაცვის სისტემა არც ერთი ქვეყნის ამერიკული ნორადი რო ავიღოთ თუნდაც, რომელსაც აი შევეხებით აქაც, რომელიც სრულად, ასე ვთქვათ, ან თუნდაც 90%-ით აკეთებს საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და სრულად გაუვალს ხდის საჰაერო თავდაცვის, ასე ვთქვათ, სისტემას, რა. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და განსაკუთრებით რთული და შეუძლებელი არის ისეთი მცირე ზომის ქვეყნების შემთხვევაში, როგორც ვართ ჩვენ მაგალითად, როგორც არის სომხეთი მაგალითად, ისრაელი, ანუ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც არ გააჩნიათ სტრატეგიული სიღრმეები და ოპერატიული სიღრმეები და სივრცეებიც მხოლოდ კონკრეტული რაღაცა ერთმანეთისგან დაშორებული, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად დაშორებული წერტილებს შორის შეიძლება ქონდეთ. განსაკუთრებით ეხლა როცა, რავი, რა არის ხა ისეთი რთული მაგალითი, მაგრამ შეგვიძლია მოვიყვანოთ პირდაპირ, ასე ვთქვათ, რუსეთის მხრიდან, ხო? რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთიდან გვესაზღვრება, რომ საქართველოს რუკა ყველა მის ხა როგორც არის გეოგრაფიულად, ჩრდილოეთის მხრიდან რუსეთს ჩვენ არანაირი, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ოპერატიული სიღრმეც კი არ გვაქვს რუსეთის შეარაღებული ძალების წინააღმდეგ რა. ცოტა სხვა ტიპის განლაგება რო იყოს და სხვა ქვეყანა რო იყოს, მე რაღაცები შეიცვლებოდა, შეიძლება აი ოპერატიული სივრცეები ყოფილიყო რაღაც შემთხვევაში. შეიძლება ახლოს ავთ ხო ეგ გამო. ხო. ანუ რაზე მაქვს საუბარი. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ჩრდილოეთის საზღვრის თელ გაყოლებაზე გვესაზღვრება ეს ქვეყანა და ანუ არანაირი ოპერატიული სივრცე არ არის, მოკლედ რუსული ბალისტიკური რაკეტები და არა მხოლოდ ბალისტიკური რაკეტები, პლანირებადი 500 კილოგრამიანი და 1500 კილოგრამიანი ეკავებსაც ეძახიან, მაგრამ რეალურად უპაბები არის. აბსოლუტურად საქართველოს ტერიტორიის ყველა წერტილს უპრობლემოდ ფარავს ჩრდილოეთიდან, ну, საფრონტო ბომბდამშვენებით გამოყენების შემთხვევაში. და გეტყვით რეალობა როგორი არის რა, ანუ საქართველოს რუსეთთან ომზე თუ არის საუბარი, რამხელა სხვაობებია ხო მასშტაბებსა და რესურსებს შორის, მაგრამ თეორიაში რო დავუშვათ, ვერ შევქმნით ჩვენ ისეთ საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც სიტყვაზე ყველაფერს ჩამოყრის, რაც შემოფრინდება რუსეთიდან, რაკეტებსაც, ვიფრინავებსაც, მით უმეტეს აქ პლანირებად ბომბები, რომელიც რამდენიმე ათეული კილომეტრიდან შეიძლება ჩამოსვიდეს და პრაქტიკულად რამდენიმე დღეში კი არა და შეიძლება რამდენიმე საათშიც კი სრულად გაგინადგუროს შენ რაღაცა სიტყვაზე ისედაც მცირე რაოდენობის შორმანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები. მოკლედ რეალურად ესეთი, როდესაც ხარ მცირე ქვეყანა და ფიქრობ, რომ ომი ხანგრძლივად აწარმოო ომი, აქცენტი უნდა გააკეთო შედარებით მრავალრიცხოვან, მაგრამ უფრო მოკლე მანძილზე და მაღალი ავტონომიურობის მქონე სისტემებზე, ანუ ჯობია რომ გქონდეს რამდენიმე 1000 მარაგებში, რამდენიმე 1000 ცალი იგლა, გრომი, სტინგერი, ვიდრე რაღაცა ორი ბატარეა ასტერ 30 ან პეტრიოტი იქნება, ან გინდა ებრაული ეროუ იყოს, რომელიც სიცოცხლის უნარიანობა იქნება მაქსიმუმ 2-3 წინადიერებენ ისე. იმიტომ რომ რეალურად არც ერთი სისტემა არ არსებობს სოფლიოში, რომელიც ყველაფერს ყრის. ხედავთ ახლა უკრაინაში რა ხდება, უკრაინას რეალურად სრულფასოვანი ორი ოპერატიული სივრცე აქვს და მაინც ანადგურებენ შორმანძილზე მოქმედ უკრაინულ ჰაეროსაწინააღმდეგო სისტემებს. S-300-ებზეც რამდენჯერ მოხდა დარტყმები, პეტრიოტების ბატარეასაც დაარტყეს სამჯერ დააზიანეს დანადგარები და როდესაც მცირე ტერიტორიაზე და იქ არსებული მით უმეტეს თაგორიან
რელიეფის მქონე ქვეყანაზე არის საუბარი, როდესაც სადაც ასე ვთქვათ დაზვერვით და რეკოგნოსცირებით მეტნაკლებად შეიძლება გამოავლინოს, რაც შეიძლება იდგეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, ყველგან ვერ დააყენებ, ხო, სადღაცა მიუვალი მთის წვერზე ვერ აიყვან, ხო იმას. სადაც შეიძლება იდგეს თან, მithumetes როცა შენ წინააღმდეგ მუშაობს 50-ები სხვა სახმელი თუ საჰაერო ბაზირების სადაზვერვო აგენტურა, რადიოტექნიკური დაზვერვის სისტემები, სულთა ტექნიკურ ნაწილზე რო ვილაპარაკო, დიდ სისტემებს, რომელიც არის პეტრიოტი და ეგეთი რაღაცები, ვერ გადამალავ რეალურად რა. სწრაფად უნდა უცვლო, რა თქმა უნდა, პოზიციები, რეალურად პოზიციების სწრაფი ცვლა პეტრიოტებს და ესამასებზე სწრაფად, მხოლოდ ასე ვთქვათ, ფსევდომობილური სისტემებია, რეალურად საათები ჭირდება მაგის პოზიციების ცვლილებას, ძალიან მარტივად ექვემდებარება განადგურებას. ასეთივე არის ზუსტად ის ჩორმანძილზე მოქმედი ასტერ 30-ები. ამიტომ ჩემი აზრი და ჩემი მიდგომა ეგეთია, რომ ჯობია პერსპექტივაში მივაწვეთ დიდი რაოდენობით ახლო მანძილზე მოქმედ რადიოლოკაციურ სადგურებს, რომელიც ერთმანეთს მონაცვლეობით ასე ვთქვათ ჩაინაცვლებიან, დიდი რაოდენობით გადასატან საზენიტო სარაკეტო სისტემებს და ცოტა ისეთი საშუალო მანძილზე, საუბარი მაქვს 25-დან 35 კილომეტრამდე მოქმედ სისტემებს, რომლებიც იქნებიან მაქსიმალურად მაღალი ავტონომიურობის მქონეები, ანუ არ იქნებიან დამოკიდებულები სტაციონარული რაღაცა. დიდ რადარებზე, ხო, ცენტრალური აღმოჩენის დიდ რადარებზე არ იქნებიან დამოკიდებულები და მარტივად შეიძლება მასე რაკეტების გადატენვა რაღაცა ზედმეტი იმების გარშე სწრაფად შეუძლია პოზიციის დატოვება, ადვილად შეიძლება მისი შენიღვა, არ არის რაღაცა 20 მეტრზე სისტემა, რომ ურთული იყოს მისი დამალვად, თუნდაც ბადე გადააფარო და ასე შემდეგ და მოკლედ ზომაში პატარა სისტემები უნდა იყოს და საშუალო მანძილზე მოქმედები რა. თუ გინდა რომ ომი აწარმო, თავდაცვითი ომი აწარმო ხანგრძლივად და სიტყვაზე არ ყავდეს რაღაცა ერთჯერადი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც რამდენიმე დღეში შეწყვეტს არსებობას. მხოლოდ ჩვენზე არ არის საუბარი, აქ ნებისმიერი ასე ვთქვათ, აიღია პატარა ასე ვთქვათ ქვეყანა შეზღუდული რესურსებით, რომელსაც უპირისპირდება ძლიერი ქვეყანა. აი მაგალითად ეხლა სომხეთ-აზერბაიჯანი ვავიღოთ მაგალითად. დაახლოებით ეგეთი შედარება აქაც შეგვიძლია გავაკეთოთ რა, იმიტომ რომ აზერბაიჯანის სარაკეტო მუშტი და შეიარაღება ასევე დრონების მიმართულებითაც რესურსი იმ დონის არის, რომ აუცი სომხეთის ტერიტორიის პრაქტიკულად ყველა წერტილს წვდება და რეალურად ის ომი სწორედ მაგიტომ მოიგო აზერბაიჯანულმა არმიამ ძალიან სწრაფად, რომ სრულად აითვისა სომხეთის ოპერატიული სივრცეები, სადაც იყო განლაგებული, ასე ვთქვათ, ყველა ის ელემენტი, რომელიც იყო ჩართული იმაში, რა ქვია, ომში რა. ყველაფერს ხედავდნენ და რეალურად ყველაფერს ურტყავდნენ რა. და გადარჩა რეალურად ისეთ საშუალებები, რომელიც არის მცირე მანძილზე მოქმედი, ადვილად შენიღბადი და მაღალი ავტონომიურობის მქონე რა. დანარჩენი ეს S300-ები და ესეთ სისტემები პრაქტიკულად დიდი ნაწილი სულ გაუნადგურეს. ხო, ანუ ეხლა რადარებიც ასევე. ესე ვთქვათ, აზრი გაგება მაგ სისტემას, ხო? მაგ სისტემის ქონას ჩვენ პირობებში, აი, შორმანძილზე მოქმედ სისტემებზე, საკმაოდ სერიოზული რადარებით, საკმაოდ ძლიერი. ეგ უნდა ქონდეს ისეთ შემთხვევაში, როცა სხვა ყველაფერი გადავსებული გაქვს და უკვე მაგამდე მიხვედი, მაგრამ რეალურად თუ სხვა რაღაცები არ გაქვს საკმარისი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ახლო მანძილზე მოქმედ. ვერასოდეს ვერ ვიტყვიო საკმარისი რაოდენობით შეიძლება გქონდეს ეგ, იმიტომ რომ რეალურად გვჭირდება ათასობით ეგენი. ძალიან ბევრი, ანუ აი უკრაინას რო აქ სიტყვაზე ეხლა მაგდენი დაახლოებით რომ ხანგრძლივი ომი აწარმოოს სიტყვაზე, ნებისმიერი მოწინააღმდეგე ავიღოთ, ხო? და რაღაცა 2 დღე არ გაიწელოს მაქსიმუმი ან 5 კითხვა არის გიგა და შენ სეხნია გიგაგვისვას კითხვას, რომ აი მტადის სისტემაზე ვინც იკითხა, აი ორეშნიკი რო გამოიყენა რუსეთმა ბირთვული კობინის გარეშე, აი მაგასთან დაკავშირებით რამდენად შეუძლია მაგის გადაჭერა, ესე ვთქვათ. როგორ არის იცით, ორეშნიკი არის მოკლედ დამოკლებული ტოპოლის რაკეტა. დამოკლებული ტოპოლის რაკეტა არის რუბეჟი. რეალურად ეგ ორეშნიკი არ არის რაკეტა რა. ბევრჯერ ასე ვთქვათ, საუბრობდი, რომ ეგ რო გამოჩნდა მაშინაც დავწერე კიდეც რაღაცები. პუტინმა რაღაც დაახითქა იქ, რომ აი ორეშნიკი გამოიყენა, თორე რეალურად რა არის ორეშნიკი? ორეშნიკი არის კობინი. ანუ საბრძოლო ნაწილი რუბეჟის რაკეტისთვის, რომელიც არის ახალი ტიპის საბრძოლო ნაწილი რა და ნუ ისეთი ასე ვთქვათ, სახელი დაარქვეს, რომ მთელი რაკეტას ასე ვთქვათ, ამ მოდიფიკაციას შეერჩა სახელი ორეშნიკი, თუმცა ეს რუბეჟი მანამდეც არსებობდა, ხო? რა არის რეალურად მოდი ორეშნიკი ჯერ ვიტყვი, ბევრს რაღაც არასწორი წარმოდგენები შეიქმნათ. იქ ორეშნიკი არის, ნუ რაკეტა ბირთვული კონფიგურაციის რაკეტის ბაზაზე შექმნილი, რუბეჟის ბაზაზე შექმნილი, თუმცა ორეშნიკი არის, ასე ვთქვათ, კონვენციული კობინია, რომელიც არის განცალკევებადი კობინი, მაგრამ ნაცვლად რაღაცა 6 ან 12 განცალკევებადი მუხტისა მასში არის, ასე ვთქვათ, 36 სხვადასხვა მუხტი. 6 ნაწილად ეცემოდა სამიზნეს რო გამოიყენეს ერთი რაკეტა, 6 ნაწილად 6 მუხტი რა.
იშლება და რასაც მე ვაკვირდები, არც ფეთქდებოდა დაცემის რომ სუფთა კინეტიკური ენერგიით ზემოდან ანაწილდება და კი. იუჟნოვის ქარხანას დაარტყეს და ეფექტი რა მოახდინა? არ ვიცი ხა ზუსტად, იმიტომ რომ მაინც და მაინც ინფორმაცია ამაზე არ გამოსულა. როგორც ვიცი, რაღაც საცხოვრებელ კორპუსებს მოხდა და ქარხნის რაღაც ნაწილი დაანგრია. რაღაცნაირად, მაგრამ ის რო გაანადგუროს თელი ქარხანა, ეგრე არ ყოფილა. ფსიქოლოგიური ეფექტი ქონდა დიდწილად ორეშნიკის გამოყენებას რა. ანუ ბირთვული არაღზე საუბარი ზედმეტია, აქ ცოტა სხვა შეფასებები არის, მაგრამ უცა ორეშნიკზეა საუბარი, რომელსაც კინეტიკური ხო, ჩვეულებრივი ის იყო, ანუ ისეთი რაკეტა ვესროლეთ, რომელსაც ვერ ჩამოაგდებოდა. რეალურად რა ხდება? თქვენი სისტემა ამას ვერ იჭერს. ხო, მაგის ჩამოგდება არ შეუძლია, მაგის ჩამოსაგდება ცოტა სხვა სისტემებია საჭირო, როგორც არის სტანდარტ მისაილები. IGC სისტემაში შემოვალი სტანდარტის რაკეტები, SM3-ები, SM6-ები, უფრო SM3-ები, გემებზეაც საყინია და არის სახმელეთო გამშვებიც არსებობს ამისი, რომ აი გერმანიაში აპირებენ ახლა მაგების განთავსებას 2027 წლამდე ამერიკელები აპირებდნენ ახლა აღარ ვიცი ასწავენ ტაძი მაგის ჩამოსაგდებად არ არის, მაგრამ ტაძს შეუძლია მაგალითად ჩამოაგდოს ისკანდერი და ესეთი რაკეტები. ორეშნიკის ქობინი განცალკევებას ახდენს კოსმოსურ სივრცეში. უკებს ადამიანთან გარეთ ატმოსფეროს გარეთ აკეთებს მაგას და ვინც თუ ისე დაინტერესებულია რაკეტებით, საკონტინენტაშორისო რაკეტებით ან სამხედრო საქმით, ზოგადად მეტნაკლებად იცით ხო რაზეც მაქვს საუბარი, აი განცალკევებადი ქობინები და არა მონობლოკური, ანუ კოსმოსურ სივრცეში ხდება მათი განცალკევება და სხვადასხვა სამიზნეებისკენ ინდივიდუალურად ხდება მათი რომელიღაცა შეიძლება ბირთვულით იყოს. კი, რომელიღაცა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ბირთვული და დიდი ნაწილი არის ფეიკი, ასე ვთქვათ, ბუტაფორიები, რომელსაც შეიძლება მოატყა ეს რაკეტს წინააღმდეგო რაკეტები ჩამოაგდა, მაგრამ ამ დროს ბირთვული დაეცა იქით რომელიც გაძვრა რა. ეს უკვე როცა განცალკევდება ეს ქობინები აზრი არ აქვს. ისეთ სიმაღლეზე აკეთებს განცალკევებას, რომ მაგ სიმაღლეებზე ტადი ნაკლებად მუშაობს, ამას უჭირდება ან GBI ტიპის GBI ტიპის დიდი ზომის რაკეტა გადამჭერი, რომელიც დიდი ზომის კინეტიკური გადამჭერი არის, ან ჭირდება სტანდარტის რაკეტები რა. აი ბოლო კითხვა გიგა და მივყვეთ ჩვენს თემას. იმიტომ მოკლედ რა ვთქვათ, გოჩა კითხულობს, რომ Spider MX-ზე რა სიტყვისო, ჩვენთვის კარგიაო? კი, Spider-ის სისტემა ზოგადად ეს ებრაული ხო, ებრაული სისტემა. ებრაული რაფაელის სისტემა. კი, Spider-ის მთელი ოჯახი, Spider SR-იც, Spider MR-ის და ეს კონკრეტული ახალი მოდიფიკაციაც. კი, უფრო მრავალფეროვანი სხვათა შორის ქონდა ბედნიერება მაგ სისტემის რაკეტების ნახვის ახლოდან თვითონ სისტემისაც, რამდენიმე წლის უკან და ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სისტემა არის ბევრ ევროპულ სხვა ანალოგ სისტემებთან შედარებით ძალიან ბევრი რაღაც. მაქსიმალურად user friendly არის გამოყენების ამბავში, თვითონ ცეცხლის მართვის სისტემა ძალიან ესეთი კარგი აქვს რაკეტების და მაგ რაკეტების გარდა, პითონის ტიპის რაკეტების გარდა, დელბის რაკეტების გარდა, კიდე სხვა რაღაცების სროლაც შეუძლია კი. მოკლედ მაგაზე კარგი შეგვიძლია მე. ხო, ძალიან სწორად. მე ზოგადად პრინციპებზე ვილაპარაკეთ, რომ ზოგადად სისტემები უამრავი არსებობს, რომელიც ჩვენთვის ზედგამოჭრილია. ყველაფერი არის მაინც ნება და ფინანსები, ხო, აი ეს ორი საკითხი. რა თქმა უნდა, კიდე ფული კონდეს და ფინანსები, ფულთან არის პირდაპირ და ფინანსებთან დაკავშირებული. ზოგადად დაბალი რესურსების მქონე ქვეყნებს რაღაც ჩვენ არ ვართ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა სოფლიოში დაბალი რესურსების ქვეყნებს დაბალი ტექნიკური შესაძლებლობების საჰაერო თავდაცვა აქვთ ყველგან რა. ხო, ევროპაში ნახო ხო. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ძვირად ღირებული საერთოდ ნატო იცავს. მან საერთოდ კი, რა ვიცი, ის 2.55 ყავდათ სასწავლებლად და ნუ ჩვენთან შედარება საერთოდ ზედმეტია, ჩვენ ბევრად მეტი რესურსები გვაქვს ვიდრე ლიტვატურა, ესტონეთის ტექნიკის სიტყვაზე მთელი რაღაცები ხა ეგენი ბევრად წინ არიან, თუნდაც დაზრები არიან, მაგრამ ხო ბევრი რაღაცები ძალიან ძლიერი ყავთ, მაგრამ იყო პერიოდი, რომ თუნდაც სახმელეთო ჯარების კომპონენტი რო ავიღოთ, ჩვენ ბევრად წინ ვიყავით, ბევრად შეუდარებლად ვიდრე ეგ სამივე ქვეყანა ერთად. კი ბატონო, გავაგზავნოთ მაშინ ჩვენ ხო მართვა, ესე იგი, მართვა ცენტრალური და ავტონომიური მართვის სისტემებით, ხო, ავტონომიური სისტემები დღესდღეობით ხდება, როცა მოხდა ასე ვთქვათ ციფრული სისტემების შემოტანა, ხო? ნატოს წევრ ქვეყნებში მართვისა და კონტროლის სისტემების ერთიანი სტანაგ 43-12 სტანდარტები გამოიყენება, რომელიც საჰაერო დაზვერვის, მართვის, ინფორმაციის გაცვლისა და კავშირის სისტემების ერთიან სტანდარტებში მუშაობას ითვალისწინებს. ეს არის ორდის სისტემა, რომელსაც აი ბევრი ახალი ნატოს-ზე შეერთებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ასე ვთქვათ, მუშაობდა, რომ ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანათ საკუთარ შეიარაღებაში არსებული მანამდე საბჭოთა სისტემები. საზეიმტო სარაკეტო კომპლექსები შეიძლება ძველი დარჩენილიყო, მაგრამ მათი მართვის მანქანები და რადიოლოკაციური სადგურები ამ სისტემაში კი, ბევრს ყავს, პოლონეთი, ჩეხეთი, ბევრს ყავს, მაგრამ აი მართვის სისტემები და შემდგომში მიღებული ინფორმაციების გადამუშავების ბლოკები, რაც უკვე ამ კონკრეტულ
სტანდარტებში ციფრულ ასე ვთქვათ სისტემაში გადაყავდა ეს ინფორმაცია და ელექტრონიკა ესე ვთქვათ ხო მაინც ხო მთელი რიგი ბლოკები არსებობს მოკლედ ძირითადად ეს აღმოსავლეთ ევროპული ჩეხური სლოვაკური პოლონური კომპანიები შექმნილი უკრაინაშიც მუშაობდნენ ამაზე რომლებიც მონტაჟდება სხვადასხვა საბჭოთა სისტემაზე და სტანდარტიზაციას გადაყავს მაქსიმალურად უკრაინაშიც ხშირად აკეთებს კი თავსებად ხდის სტანაგის 43-12 სისტემას თავი საზინტოდან ადგილებს რადარებს და ასე შემდეგ ხო ეს საშუალებას იძლევა რომ თანამედროვე ცეცხლის მართვის მანქანების არსებობის შემთხვევაში მოძველებული ან საბჭოთა სტანდარტის საცეცხლე და სარადარო სისტემებით აღჭურვილი დანაყოფები ნატოს ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემაში ინტეგრირდნენ. საჰაერო თავდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის თანამედროვე არმიებში გამოიყენება C2, C3, C4 სისტემები. ეს სისტემები ყველა სხვადასხვა გვარებები, ჯარების სხვადასხვა სახეობებში და გვარებებში გამოიყენება, მაგრამ გამოიყენება საჰაერო თავდაცვის სისტემებშიც ესე იგი. რომელიც შენაერთების და ქვედანაყოფების ერთიან ციფრულ სისტემაში ჩართულობას მართვას და ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს. დღესდღეობით რაც გამოიყენება ესენი არის C2 რომელიც თავისით მოძველებული არის command and control-ი, მართლა კონტროლი, C3 command control და კომუნიკაციები, communication, C4 C5i და C6isr. ეს უკვე ყველაზე ისეთ და ბოლო ისეთი სრულფასოვანი დახვეწილი სისტემა, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცებს მათ შორის ინტელიგენსსაც აერთიანებს, თანამგზავრული დაზვერვა, რადიო დაზვერვა და ბევრი რაღაცა მოხდა. ხელოვნური ინტელექტის ამბავი. ხელოვნური ინტელექტის ელემენტებსაც და ასე შემდეგ. აი გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე და იკითხვა და გისვამ აი მან ხელოვნური ინტელექტის ამბავში ახლა ნებისმიერ სისტემა თანამედროვეც იქნება, ანუ მსგავსი სისტემები თუ არის, რომელიც თვითონ იღებს გაწყვეტილებას არა პულტზე დაჭერის გარეშე ესე ვთქვა. არავითარ შემთხვევაში. ანუ მაინც ადამიანი წვეთს აუცილებლად თუ არა. რეკომენდაციებს გაძლევს და ხელოვნური ინტელექტი არის კიდე ის რაღაცებში, რომ აი ეხლა მაგალითად ტელეფონში ვარი ხოლმე, ხელოვნური ინტელექტი რომ სადღაც რაღაც ჩაფიქსი დეტექცია მოახდინოს რაღაცისთან, მაგდონეზე კი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება და თუნდაც ისრაელში ახლა მაგალითად ეს რკინის გუმბათი რასაც აკეთებს, მან იმდენი სამიზნეა ხოლმე ხარ. მან არის მენეჯმენტზე მუშაობს ხელოვნური სისტემა. ისე რომ გადაწყვეტილება მიიღოს და ისეთი რაღაც გააკეთოს, რაც სიტყვაზე აუშვებენ მაგდონეზე ხო ამ ეტაპზე. ანუ ისეთ რაღაცას არ აკეთებს ხელოვნური ინტელექტი, რომ სიტყვაზე რაკეტა გაისროლოს, რომელიც შეიძლება შემდეგ წავიდეს და რაღაცას დაეცეს. ანუ მსხვერპლი მოიტანოს რა. აკეთებს რას, ანუ ინდონემდე მიდის, რომ შენ გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალურად გაგიმარტივდეს. გასაგებია, მაინც ადამიანი წვეთს ამ ეტაპზე გაუშვოს თორე რაკეტა მიზნისკენ. კი, და ეგ ზოგადად სწორი მდგომა და მასე უნდა იყოს. აი, როდესაც ერთიან სისტემაზე ვსაუბრობდით, საჰაერო თავდაცვა როგორც ერთიანი სისტემა, ყველაზე ესეთ დახვეწილი და სრულყოფილი სისტემა ამ ეტაპზე არის ამერიკული ნორადის სისტემა, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე მეტი არის ზოგადად რა. 1958 წელს შეიქმნა და უზრუნველყოფს აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცის მუდმივ კონტროლს. ესე იგი ეს ნორადი North American Airspace Defense Command-ი მართულებაზე ესე იგი რუსეთისკენ ალბათ რადგან არის განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე საახალწლოდ შესვლა ნორადის საიტზე იმაზე რა ქვია როდესაც სანტას მარხილის გაცილებას აკეთებს ხოლმე ნორადის სპეციალური ისიც არის აი აქ მარჯვენა სურათი რო არის ხო ეს სანტას მარხილი არის და მოკლედ ცალკე საიტი აქვს და ეს ვითომ სანტას მარხილს აცილებენ ხოლმე რადარები ლაპლანდიიდან რო აფრინდება და მიფრინავს ბავშვებისკენ. ნორადის ლოგო არის, რამდენიმე ასე ვთქვათ მიმართულება აქვს ნორადს, აი ალიასკის მიმართულება, როგორც ხედავთ, კანადის მიმართულება და თვითონ ჩრდილო ამერიკის მიმართულება, ძირითადი ასე ვთქვათ მძლავრი სისტემები, რომელიც აი მიმართული არის ნორადის, ასე ვთქვათ, არის ჩრდილოეთ მიმართულებით. ანუ ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანე არის ის მიმართულება, საიდანაც რუსეთი და ამერიკა ყველაზე ახლოა ერთმანეთთან და შესაძლოა ასე ვთქვათ ტრაექტორიები ბალისტიკური რაკეტები სწორედ ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეზე გადის და ამიტომ ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ბევრი და დიდი რაოდენობით რაკეტები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებიც არის მობილიზებული და რადარებიც რო ყველაფერი აღმოაჩინოთ ამაში შუაში არაფერი არა ესეთი ქვეყანაც კი არა რომელიც აქ ხა წყალქვეშანაობის დაცურავენ რუსული რომელიც უცებ შეიძლება ამოვიდეს ოკეანეში და იქიდან გაუშვოს რაკეტა ბულავა რაღაცა მსგავსები ან პირდაპირ რუსეთის ტერიტორიიდანაც ამიტომ მიმართულებით განსაკუთრებით შეძლეთი მიმართულება ყველას განცილებული აქვს. აი ეხლა რასაც საუბრობდი, ეს არის ნორადის ასე ვთქვათ დაფარვის ასე ვთქვათ მიმართულებები. ხედავთ აი ესეთი ცოტა იასამნისფერ ღია მოლურჯო ფერებში რაც არის ეს დიდი რადარები, რომელიც მიმართულია სხვადასხვა მიმართულებით, სამწუხაროდ აქ არ არის ესეთივე დაფარვის სექტორები, არ არის ნაჩვენები იმ რადარებისა, რომელიც აი წითელი ხაზის გაყოლებაზე არის. ეს არის ნორადის ზღუდე ჩრდილოეთით, რომელიც კანადის ჩრდილოეთით გადის.
და პრაქტიკულად აი ბოლო ზღუდეთ ითვლება, საიდანაც უკვე იწყება ამერიკის კონტინენტი რა, იქით უკვე გრენლანდია არის. სხვადასხვა ეს რადარები გრენლანდიაზეც უყენიათ მსგავსი რადარები. ნატოს რადარები ალბათ ხო თუ? ნორადის რადარები არის აქ ესეთი ბაზა არის. დამოუწდა სახელი ამ ბაზის. ამერიკული ბაზა არის. ხო, დიდი ბუნკერები არის, მან რამდენიმე რაკეტსა წინააღმდეგო თავდაცვის ელემენტები არის და ნორადის ემსახურება, თუმცა უფრო მეტიც შეიძლება განთავსდეს გრენლანდიაზე და რეალურად მოიმატებს ნორადის ეფექტურობა ძალიან ისეთი სერიოზულად რა. ამ კონკრეტულ სურათზე აკლია იმ რადარების დაფარვის სექტორები ხარ არის, ალბათ რო ესენი არ გადაესექნა, აკლია რა. აქ უბრალოდ ზოგადი ის არის. ხო, იმისიც კი იმის გრენლანდიისას და აი კანადის ზემოთ ეს მუქი ვარდისფერი ხაზი რო გადის, მანდაც საყენია დიდი შორმანძილზე მოქმედი რადარები, რომელიც ჩრდილოყინულოვანი ოკეანის მიმართულებით მუშაობენ. აი სხვა მიმართულებებზე რო ჩანს ეს სექტორები, მასეთები დაახლოებით რა. ეს ხო, მაგიტო ეგ ათეულობით სხვადასხვა ტიპის ძირითადად ეს აქ არის ესენი ასე ვთქვათ სტაციონარული დიდი ზომის რადარები ადრეული აღმოჩენის ფაზირებულ ცხაურიანი კედლებთან. ბალისტური რაკეტებს გათვლილი. კი, რო შეხედო აი შენობებს გავს ზოგი დახრილი კედლებით არის, მე მგონი უნდა მქონდეს მათი სურათები აქ სულგან არ არის. შემდეგ შეგხვდება და მთელი დიდი კორპუსის ხედავს. ხო, კი. ხო, ნუ ბევრს უნახია ხა, ვინც იცის, რაზეც მაქვს საუბარი, ვისაც აინტერესებს, ყველა ასე თუ ისე იცის როგორ დების რადარებზეც არის საუბარი. ხო, მოხმარება დიდი აქვს, მთელი პერსონალი არის, ასე ვთქვათ, ზიან და ეს არის ჰორიზონტს მიღმა რადარები არის, რომელიც ჰორიზონტის იქით რამდენიმე 1000 კილომეტრებზე ხედავენ იმებს ბალისტიკური რაკეტების სტარტებს, ხო? რადიოლოკაციური, რადიოტექნიკური და ვიზუალური კონტროლისა და დაზვერვის სისტემები, ხო? რადიოლოკაციური, რადიოტექნიკური და ვიზუალური დაზვერვისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა მანძილებზე მოქმედი აქტიური და პასიური სარადარო სადგურები. ასეთი რადარების მოქმედების რადიუსი რამდენიმე კილომეტრიდან იწყება და რამდენიმე ასეულ კილომეტრამდე ადის. ცენტრალური ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგურები მართვის ცენტრებთან ერთად საჰაერო თავდაცვის სისტემების გულს წარმოადგენენ, დიდ ქვეყნებში არის ესე. ნუ აქ მოცემულია ახლა სხვადასხვა ტიპის რადარები, მაგალითად ეს პირველი რაც არის უკრაინული 36 D6M შორმანძილზე კი ეს არ არის აქ არაფერი განსაკუთრებული საიდუმლო არაფერი არის, ჩვენ მქონდა შეიარაღებაში 36 D6M პროცესუა წლის ომის დროსაც კი. შუაში უკვე ჟირაფ AMB ეს შვედური წარმოების ცოტათი უფრო ახლო მანძილზე მოქმედია 36 D6-თან შედარებით 30-დან 100 კილომეტრამდე. აქეთ უკვე ასელსან კალკანი 40 კილომეტრამდე მოქმედი პატარა მობილური ეპრიცებზე გაკეთებული პატარა რადარია და ძალიან ეფექტური არის ზოგადად და წეგან სწორედ ასეთ რადარებზე ვსაუბრობდი ძალიან ასეთი იყოს ბევრი ავტონომი კი ძალიან ბევრი ეს სერიოზულესი რადარია რა სხვათა შორის უკრაინაში შეიტანეს ეს რადარები მისი ამერიკული ანალოგებიც არის და ძალიან კარგად მუშაობენ, იმიტომ რომ ბევრი როცა არის ეცვლებიან ერთმანეთს, ითიშებიან და ძალიან ისეთი მაღალი სიცოცხლის უნარიანობა აქვს. ამეთიჩიო მეორე მუშაობს და ერთმანეთს თან ფაზირებულ ცხაურიანი რადარები არის რა. აქ მოდი ზოგადი ასე ვთქვათ სურათები არის რადიოლოკაციური კონტროლის და დაზვერვის სისტემები როგორ მუშაობენ. აქტიური რადიოლოკაციური სადგურები მუშაობენ სამიზნის დასხივებისა და სამიზნის კორპუსიდან არეკლილი რადიოტალღების დაჭერის პრინციპით. ნუ ეხლა ეს ზოგადად ძალიან ისეთი ვრცელი თემა არის. ძალიან სპეციალურად აქ დავაჰაიდე კიდეც რამდენიმე ასე ვთქვათ სლაიდი, იმიტომ რომ ძალიან ისე შორს წავიდოდით ცალკე რადარების რო დაუწყოთ ესე ჩაღრმავება და ნუ მეტნაკლები პრინციპი არის ეს როგორც მუშაობენ აქტიური რადიოლოკაციური სადგურები, ხო? დასხივება ხდება რადიოტალღებით წავიდა მომრგვალებული სხვადასხვა კუთხით დაცემული სხვადასხვა დროში ხდება უკვე სამიზნების დაფიქსირება. სტელს ტექნოლოგია აგერა მაგალითად იქნება ცალკე ეს კი რადიო ამერიკის ზედაპირად ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს ზოგადად მნიშვნელოვნად ჩავთვალე რომ ჩამოისვა ეს ნაწილი ხშირად ვახსენებ ხოლმე ამას მე და ბევრი შეიძლება წააწყდეს და ნუ ბევრმა იცის კიდეს ვისაც ეს აინტერესებს ვინც არის ეცოდნება ეს კი ყველა საფრენ აპარატს გააჩნია საკუთარი რადიო ამერიკის ზედაპირები მათ შორის ფაქტობრივადაც უბრალოდ ბევრად უფრო ნაკლები რა რადარ cross section-ები RCS იგივე ყველა საფრენ აპარატს გააჩნია ინდივიდუალური ასე ვთქვათ რადიო ამერიკის ზედაპირები და ხშირ შემთხვევაში რადარებით სხვადასხვა რადარების მართვის სისტემებში ჩატვირთულიც კი არის ეს მონაცემები და ამით შეუძლია სხვადასხვა თვითმფრინავების დეტექცია და გარჩევა ერთმანეთისგან ეს ზედაპირის ფართობი დამოკიდებულია ფიუზელაჟის ზომაზე, ზედაპირის ფართობზე, გამოყენებულ მასალებზე, აგების ტექნოლოგიაზე, დაფარვაზე, საღებავზე და ასე შემდეგ. რაც უფრო მეტია რადიოამერეკლი, ასე ვთქვათ, ზედაპირები, მით უფრო მარტივია თვითმფრინავის აღმოჩენა აქტიური რადიოლოკაციური სადგურებით. სხვადასხვა მანძილებზე, შორ მანძილებზე, საშუალო და ახლოც. ესე იგი,
ეს არის ჩვეულებრივი ფიუზელაჟი, აქ F-14 ტომკეტი F-14-ის ასე ვთქვათ შემთხვევაში. ირანსაც ყავს თემთი ეგ რა. ირანსაც ყავს კი და სხვათა შორის მის კომპონენტებსაც კი აწარმოებს ირანი F-14-ის. მეორე ნაწილებს რა. ნაწილებს აკეთებს კი ძრავების წარმოების მცდელობებიც ჰქონდათ. Stealth ტექნოლოგიის ფიუზელაჟი უკვე აქეთ F-17 Nighthawk-ის მაგალითი მოდელი მგონი ხო? ცივი-ომის მithumetes. ეხლა არის ეს ტექნოლოგია, ეხლა ცოტა ავიაციაში გადავიჭერთ, მაგრამ როდესაც საჰაერო საუბრობ, უნდა იცოდეთ ნაკლებად. Stealth ტექნოლოგია საფრენი აპარატების აგებისას, Stealth ტექნოლოგია ზოგადად მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოდის, ეხლა ძალიან რო არ ასე ვთქვათ, ჩაუღრმავდე. ეს გოტაგო იყო თვითმფრინავი იმ პერიოდში, ესეთი მფრინავი ფრთა უпроსოდ ბევრი სპირიტის მსგავსი მოყვანილობის და იქ იმაში იყო ერთ-ერთი პირველი თვითმფრინავი იყო, სადაც Stealth ტექნოლოგიის წინაპრები იყო გამოყენებული. მოკლედ Stealth ტექნოლოგიის საფუძვლები გერმანიიდან იწყება. რუსები იბრალებენ რომ ჩვენ მუშაობდით ამ პერიოდშიო. გერმანიაში შეიქმნა პირველად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამ ჩანასახში ზოგადად მიდგომები რა Stealth ტექნოლოგიის და ძალიან ისეთი პრიმიტიულ დონეზე შემდგომში განვითარდა შტატებში უკვე შეერთებულ შტატებში. ესე იგი დამახასიათებელი არის ასეთი თვითმფრინავებისთვის დაკუთხული ფორმები, შთანთქავი დაფარვა, სპეციფიური მასალით ან შეღებვით, დახურული შეარაღების ნაკვეთურები, შემცირებული სიგნატურა რადიოლოკაციურ და ინფრაწითელ სპექტრში. ეს მეოთხე უკვე გამომდინარეობს სადაზვერვო ხო? ზედასამნე. ხო, ეს არის 71 კი ეს ცნობილი ცივი პერიოდის სადაზვერვო თვითმფრინავი. პირველი სერიული სამხედრო თვითმფრინავი იყო სწორედ ეს 71 სერიული, რომელიც ეს 71 დამზადდა სწორედ ამ Stealth ტექნოლოგიებით, ასე ვთქვათ, აგებული ფიუზელაჟი და აქვე მინდა ვთქვა, რომ ბევრმა იცის ეს ალბათ. ეს 71-ს არაერთხელ გადაუფრენია საქართველოს თავზეც. ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე დაფრინავდა ხოლმე დიდი სიჩქარით, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს თავზეც გადაუფრენია კი. თურქეთის შავი ზღვის მხრიდან თურქეთიდან კი, იქიდან ნატოს მიმართულებიდან. ბიორი სპირიტი, ნორთროპ ბიორი სპირიტი ყველა მიცის კლასიკად იქცა უკვე F-22 რაფტორი კლასიკური ნიმუში Stealth გამანადგურებლის. ეგ შუაში უხსენებელი თვითმფრინავი არის და სახელის დაწერა დამვიწყებია T-50, Su-57 იგივე პაკ-ფა რუსული F-22 ჩატანილი ეგ ჩინეთში გამოფენასაც ხო ეგ იყო. ამერიკული F-22-ის რუსული უნიჭო ეს რა ქვია ანალოგი ძალიან დააგვიანეს ეს. რომელიც რაღაც დონეზე Stealth-ი არის, განსაკუთრებით ფიუზელაჟის ამბავში, მაგრამ ძრავები ვერ აქვს რაღაცა ისეთი, ანუ ძრავები ვერ არის ჯერჯერობით ისეთი მაღალ ტექნოლოგიური, როგორც მოეთხოვება Stealth გამანადგურებელს და წარმოებაში მეტყვი რაღაცა მახსოვს, რომ იდეოეთიც იყო დაინტერესებული მაგ პროექტით. ყიდულობდა თუ იყიდა. კი, ამ ეტაპზე რაღაც რაოდენობას ეხლაც აწყობენ, ოღონდ რაღაც დიდი სერიებით არ არის და სხვათა შორის უკრაინაში იყენებენ ახლა ომში და სხვადასხვა მართვად რაკეტებს ისვრიან ხოლმე X-59-ებს. ტესტავენ უფრო ალბათ. კი, ტესტავენ. X-59-ებს ისვრიან ხოლმე მართვად რაკეტებს, აი ნახევრად ფთოსანის ავიაციურ რაკეტები არის, ხო და X-25-ის ოჯახის გაგრძელება არის X-25, X-29-ის ოჯახის ეს X-59-ები და ჩინელებიც რაღაცა პილოტებს კი გააკეთეს როგორც ახლა. ჩინელები ბევრად წინ არიან Stealth თვითმფრინავების ამბავში რუსებთან შედარებით, აი აქ ჯეიოცია მოყვანილი, თუმცა სხვა თვითმფრინავებიც არის შექმნილი, ერთადგილიანები, ორადგილიანები და ეხლა უკვე სამძრავიანი გამანადგურებელის გამოჩნდა ბოლო 1 თუ 2 თვის უკან ჩინური. ხო, რაღაცა სამ. კი. პასიური რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურები, რასაც აი ძალიან ხშირად ეძახიან ხოლმე პასიურ რადარებს. შეესტუმით, არანაირი პასიური რადარები ეს არა. რადარი არის მხოლოდ აქტიური რადარები. პასიური, ბევრს შეიძლება გონია და ეხა იტყვია აი თვითონ არის ის გიგამო და რაღაც არასწორად იძახში პასიური რადარები არასწორად. ესენი არის პასიური რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურები. ესე არის რეალურად ესე ქვია რა, სწორად რო ვთქვა. ცნობილი და სკანდალური კალჩუგა, რომელიც უკრაინამ სადამ ჰუსეინს მიჰყიდა ერთი თუ ერთეული ადრე. ჩუმად ხო თან ამერიკელებისგან. კი. კალჩუგები ყავდა ჩვენს 2008 წლის ომის დროს, ესეც არ ის უკრაინისგან. რა თქმა უნდა, უკრაინისგან, უკრაინული არის კალჩუგა. პირველი ნიმუშები კალჩუგები რუსებსაც ყავთ სხვათა შორის, რამდენიმე 12 წელი დარჩათ საბჭოთა კავშირო დაიშალა და მე უკვე უკრაინამ დახვეწა და გააგრძელა მასზე მუშაობა. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პასიური რადიოტექნიკური დაზვერვის სადგური არის და ეხლაც იყენებენ უკრაინელები რა და საკმაოდ ძლიერი სადგური არის. შემდეგ უკვე ჩეხური ვერაენჯი ერთ-ერთი ძლიერი სადგური არის ამ შემთხვევაში ეს გერმანული Mercedes Unimog-ის ბაზაზე არის და აქეთ უკვე რუსული 85 V6A Vega
ესეც ახალი არამედ თუ არც ის საბჭოთა პერიოდში არის პროექტი და ცოტა შემდეგში დამზადდა სერიულად. ესეც სუსტი სისტემა არ არის რა, კოლჩუგას დონე არის დაახლოებით ესეც რა. ეხლა ეს რადარები კონკრეტულად უკვე ინტეგრირებულია ჰაერსაწოდნო სისტემასთან, ხო? პასიური რადიოტექნიკური დაზვერვის, ხო, კი, მათი მართვის ცენტრებით ხდება ინტეგრაცია კი და თავისი საკუთარი როლი აქვს და რა თქმა უნდა რადიოლოკაციური სადგურების ერთიან ქსელთან ერთად შორს ვარ წახიდეთ აი ბუკი რო ავიღოთ მაგალითად ერთ-ერთ ყოველს გავცელებული მაგას თავისი აქვს თუ ცალკეა არა ბუკს თავისი რადარი აქვს კუპოლი რომელიც წრიული ადრეული აღმოჩენის რადარი არის მაგრამ ეგ გამშვებს არ აქვს არა გამშვებს უყენია ანტენა ცხვირში მაგრამ მაგის დანიშნულება არის უშუალოდ სამიზნის დამზერა და შემდგომში და რაკეტის მიმართვა სამიზნის დამზერა რო შემდგომში იქიდან არ ეკლილი რადიოტალღები მიიღოს რაკეტის თავახში არსებული პატარა ანტენამ და მიფრინდეს ასე ვთქვათ მიზნამდე ხო გაცილება დამზერა და რაკეტის გამიზნა და ცალკე კიდე რადარი კუპოლი ცალკე კი აღმოჩენი კი იგივე შესაძლებლად გასად დიდი კი ნუ ზუსტად ესე იგი ნუ აქ პატარა კარგი ინფოგრაფიკა არის როგორ ხდება ის იდეალურ სიტუაციაში პასიური რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურების საშუალებით საფრენი ობიექტის, სახმელეთო ობიექტის ან საზღვაო ობიექტის აღმოჩენა. რატო საჰაერო ობიექტებზე არ მუშაობს ეს პასიური ასე ვთქვათ რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურები? ესე იგი, ყველა საფრენი აპარატი პოტენციური გამოსხივებელია თუ რაღაცა განსაკუთრებული არ არის და სულ რადიოსი ჩუმეში არ დაფრინავს, მაგრამ მანდაც ხდება ხოლმე, ასე ვთქვათ, შესაძლებელია ასევე ობიექტების დაფიქსირება, რა თქმა უნდა, კავშირგაბმულობის სისტემებით და რადიოს სიმაღლის ზომებითაც რა. ტრიანგულაციის მეთოდით და კიდევ სხვა მსგავსი მეთოდებიც არსებობს, ხდება, ასე ვთქვათ, საფრენი აპარატი რო ავიღოთ ამ შემთხვევაში, მისი კოორდინატების მეტნაკლები სიზუსტით დაფიქსირება და შემდგომ იმ ნაწილის დაზვერვა უკვე შეიძლება საკუთარ თავზე აიღოს კონკრეტული რადიოლოკაციური სადგურის ორგანულმა რადარმა ან ცალკეული ადრეული აღმოჩენის რადარმა რა. ნუ სხვადასხვა წერტილებში ხდება ასე ვთქვათ სენსორების ანტენების დამაგრება, რომლებიც იღებენ კონკრეტული სამიზნიდან წამოსულ ასე ვთქვათ რადიოტალღებს და იქიდან გამომდინარე თუ ეს რადიოტალღები ნუ ერთმანეთისგან დაშორება ასე თუ ისე ამ ანტენების ცნობილი არის და დროების დადარებით ხდება მეტნაკლებად ასე ვთქვათ და შემდგომში ამას აკეთებს მოკლედ მაგის მართვის ცენტრი მასში არსებული ნუ თანამედროვე სისტემებში ციფრული მართვის ასე ვთქვათ სისტემით რომელიც ნუ იქ არსებულ კომპიუტერში არის პროგრამულად ჩატვირთული ვიზუალური დაზვერვის სისტემები ესეც ვიზუალური დაზვერვის სისტემებიც ერთ-ერთი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ყველაზე პრიმიტიული ბინოკლით ხო ბინოკლი ოპტიკური ელექტრონული დაზვერვის სისტემები, აი მაგალითად ეს შუაში რაც არის Free Range-ი და მისი სხვადასხვა კონფიგურაციები, რომელსაც საჰაერო ობიექტების, სახმელეთოს და საჰაერო ობიექტების დაფიქსირება შეუძლია სხვადასხვა მანძილებზე. არის კიდევ უფრო ძლიერი სისტემებიც არის და აქეთ უკვე ასევე ტაკფლირი არის, აქეთ ესეც ფლირის ერთ-ერთი გიმბალი არის, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებზეც გამოიყენება ხოლმე და სახმელეთო დაზვერვისთვისაც გამოიყენება და ასე შემდეგ. ნუ ამ რადარის გარეშეც პასიურ რეჟიმში შეუძლია სამიზნეების აღმოჩენა და რაკეტების, ასე ვთქვათ, ნუ ინფორმაცია გადაემეცემა შემდეგ მართვის პუნქტს, რა თქმა უნდა, მართვის ცენტრს და ან პირდაპირ შეიძლება საცეცხლე მანქანაზე იდგას და მაგ მიმართულებით ხდება მიმართვა უკვე სითბური დამიზნების რაკეტები გამოიყენება ამ შემთხვევაში უფრო მიმართვა რაკეტის და გადაეცემა უკვე რაკეტის თვითდამიზნებად სითბურ თავაკს და უკვე რაკეტა აკეთებს დანარჩენ საქმეს რა. საზეიმტო სარაკეტო სისტემები, ესე იგი დღესდღეობით საჰაერო თავდაცვის სისტემაში სამიზნეზე, საცეცხლეზე მოქმედების ძირითად საშუალებას საზეიმტო სარაკეტო სისტემები წარმოადგენენ, რომლებიც სამიზნეზე ზემოქმედებას მართვადი საზეიმტო რაკეტებით ახორციელებენ. აქვე რა ხარ მართვადი ვახსენე, მინდა ვთქვა, რომ არსებულა ისტორიაში ცივი ომის პერიოდში იყო უმართავი საზეიმტო რაკეტებიც კი. და მუღამი აქვდა თუ რამდენიმე ერთეულინა გაგესრულა და რომელიღაცას გაარტყავდი რა. ზურსები იყო საზეიმტო სარაკეტო სისტემები და კომპლექსები დანიშნულებით მოქმედების მანძილი და დამიზნების სისტემების მიხედვით რამდენიმე კატეგორიად იყოფა. საზეიმტო სარაკეტო კომპლექსები მოქმედების რადიუსის მიხედვით გამოიყოფა, ესე იგი ახლო მანძილზე მოქმედი, სტრელა, იგლა, სტინგერები, მაგალითად, ხელგასატანი და პატარა სითბური ან რადიო მართვა სითბური ან უფრო ლაზერით მართვადი
საშუალო მანძილზე მოქმედი რადიომართვადი სისტემები, აი OSA, AKM, მაგალითად სიტყვაზე და ეგეთები, ბუკიც იგივე და შორ მანძილზე მოქმედები უკვე პეტრიოტი S300 და მსგავსები რა, Aero, Aster 30-ები და ასე შემდეგ. დამიზნების სისტემების მიხედვით საზეიმტო რაკეტები შეიძლება იყოს სითბური დამიზნების, რადიოარხით მართვადი, ლაზერული არხით მართვადი, აქტიური რადიოლოკაციური თავაკით დამიზნებადი და სრულად რადიოლოკაციური დამიზნების ნახევრად აქტიური თავაკით. და ასევე ჰიბრიდული ზემოჩამოთვლილი სისტემები ტანდემში, რომელიმე არის სისტემები, აქედან ყველა არა, ყველა შეიძლება ერთიც იყოს, მაგრამ ზოგიერთი მათგანები კომბინაციებშიც გვხვდება ხოლმე, მაგალითად რადიომართვადი და ნახევრად აქტიური ან სრულად აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების, ან სითბური და რადიოარხით ერთად. ხო, აი ეს დავუმატებ. ეხლა შენ რაც ახსენე, დაახლოებით 3 ეშელონი, ხო, უხეშად ვთქვა. ხო. ეხლა ისრაელის მაგალითზე ვავიღოთ, გონი პირველი ქვეყანა, რომელიც აი მეოთხე ეშელონს ამატებს ის ლაზერს, ხო, აი პირველს. რამდენად რეალისტური ან რა ეტაპზე? იზახია, ხო, ეშელონი იზახია, მაგრამ ხო, ანუ ეგ არ არის ეშელონი, ანუ ეგ არის უბრალოდ ტექნიკური საშუალება ახალი, რომელიც ახლო მანძილზე მოქმედი, ასე ვთქვათ, სისტემებში დაიკავებს ერთ-ერთ ადგილს, რა. ახლო მანძილზე, ხო. ყველაზე ახლო მანძილზე მოქმედ სისტემებში ხა სითბური რაკეტებიც არის და საზეიმტო артиლერიაც არის და დამხმარე საშუალება როგორც საზეიმტო артиლერია არის ახლო მანძილებში იქ დაემატება იმიტომ რომ ეს ლაზერები რაც ახლა არის აირონ ბიმი ხო ამ შემთხვევაში ებრაული ისრაელის არ არის ხა რაღაც ცალკე ეშელონი არ არის ეგ რა შეიძლება რომ დაყოფას როგორ გააკეთებ და ტერმინოლოგიას რას გამოიყენებ ეგ სხვა თემაა მაგრამ ახლო მანძილზე მოქმედ სისტემა უბრალოდ სხვა ტიპის არის ტექნოლოგიურად იქნება განსხვავებული მას მოქმედების ისე როგორ უყურებ მაგ სისტემას ეს ტექნოლოგიურად რაკეტას და ჯვრის განსხვავდება ერთმანეთთან ხო კი ამ ეტაპზე რაღაცა განსაკუთრებული არ შეუძლია მაგებს არ შეუძლია ათეულობით კილომეტრზე ბალისტიკური რაკეტების და მოხსნა და რაღაცა მაგრამ 2 კილომეტრამდე 3 კილომეტრამდეც სხვადასხვა ტიპის დრონების, თხელი კორპუსიანი დრონების ჩამოგდება შეუძლია და კიდევ უფრო ახლო მანძილზე კილომეტრამდე მოკლედ ტესტირებებზე აირონ ბიმმაც, ბრიტანულმა სისტემამაც და კიდევ ერთი ბრიტანელებს ცალკე თავისი ბრიტანელებს კიდევ თავისი აქვთ. აჩვენა შედეგები ეგეთი რომ კილომეტრი და კილომეტრზე ცოტა კიდევ უფრო ახლო მანძილზე გამოადნო მოკლედ 60 მმ-იანი ნაღმის კორპუსი რა, მაგრამ ეგ ცოტა ისეთი რაღაცა არის, ძალიან ეჭვმეპარება რომ რეალურად ფრენის პროცესში ძალიან მეეჭვება რომ მაგ ლაზერმა 60 მმ-იანი ნაღმი ისე ჩაიჭიროს და ისე მოახდინოს მაგის ეს თქოთ დაიხვეწე ალბათ გამოდრობა გინაც ხო რა საეჭვო არის რა გააჩნია რა მე მგონი ნაღმებზე არც უნდა ისაქნა. უბრალოდ ის არის რომ ძალიან იაფიშდება. ერთი გასულა სადღაც $5 წარჯდება. დენი, მოკლედ ხო? დენი, მაგ ლაზერული იმისგან ელექტრო მოხმარება დიდი აქვს. მანქანებზე დამონტაჟებულები რაც არის შედარებით სუსტები არის. შარშან გამოფენაზე აზერბაიჯანელებმა ბაქოში წარმოადგინეს. პიკაპზე დაყენებული და ეგრისთვის არის. ანუ ჩვეულებრივი საბრძოლო ლაზერი არის, მცირე ზომის დრონების კორპუსები რო გამოადნოს ახლო მანძილზე. ანუ პლასტიკი პრინციპში კი. პლასტიკი ხო და თხელესი ალუმინისაც შეიძლება თხელი ალუმინი შეიძლება დააზიანოს, მაგრამ მიდგომა ზოგადად მიმართულება ძალიან სწორი არის. მე ვფიქრობ, რომ სადღაცა 20 წლის მერე უკვე ეგ ლაზერები რამდენიმე ათეულ კილომეტრებზე იმუშავებენ და მომავალი აქვს მოკლედ კი და შეიძლება ისკანდერების ჩამოგდება და ესეთი რაღაცების. იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ეგ მიმართულება და ბევრ სატომღაც გონია რომ არ არის პერსპექტიული, მაგრამ ძალიან პერსპექტიული იქნება რა. ესე იგი, ჩამოთვლილი კატეგორიების მქონე სისტემების მაქსიმალურად ეფექტური მუშაობისათვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოწყობისას გამოიყენება ეშელონირების მეთოდი. იმასაც შევეხებით. ეხლა უშუალოდ ნიმუშები არის მოყვანილი და იცი რომ ეს ესეთი მცელი და ხო ძალიან ბევრი ვარ ვილაპარაკოთ ამაზე. მოკლედ ცივი ომის პერიოდიდან იწყება ძალიან ესეთი გამალებული, გაცხოველებული მუშაობა ორ დაპირისპირებულ ბანაკში სხვადასხვა სისტემების შესაქმნელად და ეს სისტემები შემდგომში უკვე თაობებად დაიყო რა. აი პირველი თაობა მართვადი საზეიმტო რაკეტების ამერიკაში MIM-3 Ajax-ი ინდექსითაც ხედავთ MIM ანუ პეტრიოტის წინაპარი არის. ანუ ამერიკის არმიაში სამი სისტემა, სამი პროგრამა წამოიწყეს ომის შემდეგ არმიისთვის Nike Ajax-ი, Nike Hercules-ი, Nike Zeus-ის იყო შემდგომში საჰაერო ძალებისთვის SAMA-1 ეს გაპას სისტემა და ფლოტისათვის Bumblebee იყო. ამის პარალელურად უკვე საბჭოთა კავშირმა წამოიწყო S-25 ბერკუტის პროგრამა და ასე ვთქვათ 1950 წელს უკვე კაპუსტინიარზე რაკეტის პირველი გაშვება განხორციელდა. 55 წელს უკვე გორიგეობაზე პირველი ბატარეები დადგა მოსკოვის გარშემო და 1982 წლამდე წარმოდგენია რჩებოდა სისტემა. კი, აი, აქეთ სულათი რო არის ესეთი ვერტიკალური რაკეტები, ეს არის ბერკუტი S-25. ანუ პირდაპირ წინაპარია, მოკლედ S-25-ის, S-75-ის, S-200-ის და ასე შემდეგ.
აი იქნება გამოიწყვეს ეგ ესე. აი საინტერესო სურათი არის ეს მოსკოვის გარშემო ასე ვთქვათ ორშრიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეს არის, რა ქვია, ფარია სტალინის პერიოდში მოეწყო, ჯერ კიდე 25-ებით რა. თუმცა შემდგომში ეს რა თქმა უნდა განვითარდა და ამას დაემატა ის სხვა სისტემებიც, ეს 25-ები, ეს 75 მანამდე და ასე შემდეგ. შემდგომში ეს 200, მერე ეს 300 და ასე შემდეგ. ხო, ეს უკვე ამერიკა, იქით საზენიტო რაკეტების მეორე თაობა უკვე, ის ნაიკის ოჯახიდან, პირველი MIM-3 ნაიკ აიაქსი 40 კილომეტრზე მოქმედი, ესენი ყველა სტაციონარულები იყო, ხედავ, რელსიდან ხდებოდა მისი გაშვება. ნაიკ ჰერკულესი უკვე 160 კილომეტრზე მოქმედი, 160 კილომეტრზე მოქმედი და უკვე ნაიკ ზევსი უკვე რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტა იყო, ეგ ბოლოს რასაც ხედავთ 320-400 კილომეტრი სხვა მოდიფიკაციებიდან გამოდიოდი, ხედავთ აი ადამიანებთან შედარებით ზომაშიც როგორ დიდი რაკეტა არის რა, ეს სტაციონარული გაშვების კი. ბაღაშურის ეს ნაიკ ჰერკულესი ერთ-ერთი ისეთი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საზენიტო რაკეტა, როგორ შეიძლება საზენიტო რაკეტა იყოს საყვარელი, მაგრამ აი მომწონს ეს საზენიტო რაკეტა, ძალიან ისეთი კარგი დიზაინის მქონე რაკეტა არის და ტექნოლოგიურადაც იმ პერიოდში ერთ-ერთი ძალიან მაღალი დონის რაკეტად ითვლებოდა ამ სფეროში რა, ამ მიმართულებით. ბევრად უსწრებდა საბჭოთა ანალოგებს ტექნოლოგიურად. ნუ საბჭოთა კავშირი მაინც შეტევით იმებზე იყო ხო მიმართული ბალისტიკური რაკეტები განვითარებდა. ვიცი, აი აქვე რო ვთქვა ბარემ მე რო არ გამოგჩეს, ცნობილი ფაქტია ზოგადად რომ დასავლეთში ნატოს ქვეყნებში ამერიკაშიც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, საზენიტო სისტემები ხო ბევრად უფრო მწირი რაოდენობის არის და ტიპები რო ჩამოთვალთ. ანუ მცირე რაოდენობის სახეობები არსებობს რა, ტიპები რა, აი მაგალითად ეს პეტრიოტი და ისინი. პეტრიოტის ანალოგი აქეთ ძალიან ბევრი ის ხო რატო არის ხა ეს ნატო ზოგადად მოწინააღმდეგის პოტენციურ მოწინააღმდეგის საბჭოთა კავშირის არმიის განადგურების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად მოიაზრებდა ავიაციას. ხო, ეხლაც ეგრეა. ხო, ეხლაც ეგრე არის. შესაბამისად საჰაერო თავდაცვის ასე ვთქვათ როლი დიდწილად უნდა ეთამაშა გამანადგურებელ გზაგადამჭრელ ავიაციას დასავლეთშიც რა. შესაბამისად სახმელეთო საზენიტო სისტემები ისეთი მრავალფეროვანი არ იქნებოდა ამერიკაში რა, იქნებოდა მცირე რაოდენობა, მაგრამ უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობები ჰქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ და დიდწილად ავიაციაზე აკეთებდნენ ასე ვთქვათ აქცენტს რა და საბჭოთა კავშირში უკვე ხედავ აი რამდენი სახეობის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი არის შექმნილი ცივი ომის პერიოდში, მათი დიდი ნაწილი ბევრად უფრო ჩამოუვარდება საბჭოთა სისტემებს, მაგრამ ზოგიერთი რაოდენობა ჰქონდა სამაგიეროდ ამერიკულ სისტემებს აი საბჭოთა, მაგრამ ზოგიერთი ისეთი ბიც შექმნეს, რომელიც მათ ამერიკულან დასავლურ სხვა ევროპულ ანალოგიას ბევრად ჯობდა კიდეც რა. ამ შემთხვევაში ეს ცნობილი სისტემები S-75-ები, რომელიც აი კუბაშიც იყო განთავსებული, S-125 ჩვენს ქონდა შეიარაღებაში 90-იან წლებში და მერეც S-200-ები და კრუგის სისტემები 2K-11 ეს ისეთი ძირითადი ნიმუშებია, რომელიც საბჭოთა კავშირში დიდი რაოდენობით დამზადდა. აი S-75-ზე ცნობილი ამბავი რო გავიხსენოთ სვერდლოვსკთან ფრენსის პაუერსი რო ჩამოაგდეს იუორი ტიპის თვითმფრინავით რომ იფრინავდა ხო ცნობილი იუორი ქალაქ სვერდლოვსკთან და შემდგომში პილოტი მე გადაცეს. ეს რაკეტა ჯერ ხო ალბათ იმ მანძილზე S-75-ით ჩამოაგდეს. ავიდა იმ მანძილზე ხო რაკეტა ის დიდ სიმაღლეზე გათვლა. კი S-75 ზოგადად მაღალ სიმაღლეებზე ანუ არ ქონდათ ინფორმაცია ეთყობა მაგ მანძილს თუ ყავდა ხო რაკეტა. ნუ ალბათ ქონდათ, მაგრამ არ გაუმართლათ რა. შევიდნენ მისი მოქმედების არის. იმდენჯერ აქვს ნაფრენი რომ ერთხელ არ ხო ვინც დაინტერესდება ამაზე, აი ფრენსის პაუერსი, სვერდლოვსკის ინციდენტი S-75 რო ჩაგუგლონ, უამრავ სტატიებს და ინფორმაციას ამოაგდებს. ამაზე ძალიან დეტალური სტატიებიც არის ინტერნეტში, ძალიან სიღრმეებში უნდა წავიდეთ. S-125 კი უკავშირდება შენი საყვარელი ამბავი, ეს იუგოსლავიაში რო ჩამოაგდეს, ზაითოვკი მაგას შემდეგ ბოლოში მიუბრუნდებით. აქეთ უკვე ამერიკაში მეორე თაობაზე როცა საუბარი MIM-23 ჰოკის სისტემა, ჰოკი ბევრი ქვეყნის შეიარაღებაში დღემდე რჩება ჰოკის სისტემები და უკრაინასაც კი გადაცეს ჰოკები, მობილური ვარიანტებიც არსებობს ჰოკის, უბრალოდ ძირითადი რა ნაწილია ეს მოდიფიკაციების, უფრო ესეთი ასე ვთქვათ, აი ბევრს ეხა ამ სურათზე პატარა მუხლუხოებიან ბაზაზე რო აყენია, გონია ხოლმე რომ ეს გამშვები არის, ეს უბრალოდ დამტენი მანქანა, რომელსაც მიაყდა კი სტაციონარულ გამშვებზე ამაგრებს რა. ნუ არაფერი ისეთი განსაკუთრებული სისტემა არ არის, უბრალოდ ძალიან ბევრი დაამზადეს შეერთებულ შტატებში და დღემდე ბევრი რჩება ესენი რა. ეფექტურია. მეტნაკლებად. აი ბუკი ჯობია მე თუ მკითხო. ბევრად. ნუ ბუქს ისრაელში დღემდე იყენებენ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც, ევროპული ქვეყნებიც იყენებენ და ვიცი ასე შემდეგ. საზენიტო რაკეტების მესამე თაობა უკვე აქეთ
საბჭოთა კავშირში და ამერიკაში. მესამე თაობის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები უკვე უმეტესად თვითმავალი მანქანების სახით იყო წარმოდგენილი. იქ თუ რელსებიდან გაშვება ხდებოდა ეს S-25-ზეც, S-75-ზეც, აქ უკვე ამ თაობას განეკუთვნება საზენიტო კომპლექსები, მესამე თაობა პეტრიოტი ან პირველად მოდიფიკაციები, S-300, ბუკ-1, ტორ-1, ოსა, როლანდი და ასე შემდეგ. ანუ ესენი ყველა სხვადასხვა ადგილს იკავებს ზოგადად ბრძოლის ველზე, მაგრამ თაობები მეტნაკლებად ერთი თაობის წარმომადგენლები არიან. ხო, ცოტა დროში ვარ შემსრულებელი გიგა საინტერესო ის ასპექტია, უბრალოდ დაახლოებით კითხვები ხო არ არის რამე და მალევე შეგვიძლია უკვე ჩავთვალოთ. არა, კითხვები რაც იყო, გავიცით პასუხი და ისეთი უფრო ზოგადად რო გავიაროთ. ესე იგი, თანამედროვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსები უკვე რაკეტსაწინააღმდეგო ფუნქციასაც ითავსებენ, ამ შემთხვევაში პეტრიოტ პაკ-3 აქეთ S-400-ზეც ესე ვილაპარაკეთ ასევე. ხო, უკრაინას რაც აქვს პაკ-3-ია, ხო იდეაში. პაკ-3-ც აქვს, პაკურებიც აქვს კი. აირონდომი ისრაელში სპეციალიზირებული რაკეტსაწინააღმდეგო ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ამ შემთხვევაში უკვე ამერიკული რედაი, შემდგომში IM-92 სტინგერი, აქეთ სტრელაური საბჭოთა, იგლა 1, იგლა 3 ერთი თაობა შემდეგ ხო მეტნაკლებად ერთი უფრო რედაი და სტრელა არის ერთი თაობა და სტინგერი და იგლები არის ერთი თაობა. აი ეს მიმართულება ისე როგორც ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ძალიან არ განვითარდა ხო ეს გადასატანზე მაქსობა ის სტინგერის მე განვითარდა ხო ანუ სადამეც უნდა მისულიყო განვითარდა ვიზუალურად მეტნაკლებად იგივენაირი დარჩა ყველა გავს ერთმანეთს მაგრამ ტექნოლოგიურად რაკეტები დიდი სხვაობაა ხო ეს ბაგეთ სტინგერი რომელიც ავღანელებს გადასცეს და სტინგერი დღევანდელი ძალიან დიდი თაობა ხო ანუ მე დიდად ვერ ვიყო მაგის თემატო ხო აი ტოპათი მამპადი არის მსოფლიოსი სხვადასხვა ფრანგული მისტრალები მაგალითად ჩინელებიც არის პაკისტანელებიც კი აწარმოებენ ანზას დასახელებით ბრიტანული სტრასტრიკები რომელიც უკრაინაში საკმაოდ გამოიჩინა თავი RBS 70NG ბოლდის რაკეტიც ეს უკვე ლაზერული მართვადის შვედური და ასე შემდეგ. ესე იგი კლასიფიკაცია დანიშნულების მიხედვით უკვე აქ არის უკვე აი ესეთი წეღარო საუბრობდით შედარებით ახლო მანძილზე მოქმედი სისტემები საჯაისო საწინააღმდეგო თავდაცვისთვის და მეორე ასე ვთქვათ სახეობა მნიშვნელოვანი სამხედრო პოლიტიკური ცენტრების საწინააღმდეგო თავდაცვისთვის როგორც არის პეტრიოტი S-300 და ასე შემდეგ რომელთაც მთელი ასე ვთქვათ ქალაქები შეგიძლია გადაფარო ადმინისტრაციული ცენტრები და ასე შემდეგ საჰაერო თავდაცვის ეშელონირება ესე იგი აქ მარტივად არის მოცემული პირველი ეშელონი ყველაზე ეს ახლო მანძილზე მოქმედი სისტემები ხელით გადასატანი ან მანქანაში დაყენებული შეიძლება იყოს სიტყვაზე სტრინგერები, იგლები და ასე შემდეგ. მეორე ეშელონი აი ბუკის მსგავსი სისტემები, საშუალო მანძილზე მოქმედები და აქეთ უკვე მესამე ეშელონი S-300, S-400 პეტრიოტი და მსგავსი სისტემები. ეს ეშელონები რა თქმა უნდა ერთმანეთს ფარავენ და პატარებს ფარავს დიდი, საშუალოს უკვე დიდი კი. ხმარებია. შევსებას ახდენს. ესე იგი აქ უკვე დამბიზნების სისტემებზე არის ხა საუბარი, ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის და ესეთი ხშირად ეშლებათ ხოლმე და მე მარცი სითბურ დამბიზნების რაკეტები. ხედავენ ინფრაწითელ და ულტრაისფერ თანამედროვე რაკეტების შემთხვევაში ულტრაისფერ სპექტრში. აი ეს ინფრაწითელი ხაფანგები, მაშხალები, რასაც ამ შემთხვევაში იყრის, არის გათვლილი ინფრაწითელი დამიზნების, ასე ვთქვათ, თავაკიანი რაკეტების ჩასახშობად ასარიდებლად. აქეთ თალიბი არის, სტინგერი, აქეთ ჩვენი სპაიდერი 26 მაისს, აქეთ ტიპიური თავაკი სითბურ დამიზნების რაკეტის და აქ უკვე სითბურ სპექტრში როგორ ხედავს, ასე ვთქვათ, თვითმფრინავის გამოსახულებას სითბურ თავაკი. აქ უკვე არის საინტერესო ინფრარედი IR და imaging infrared IIR. IIR უფრო ახალი თანამედროვე არის, ასე ვთქვით, ახალი თაობის დამიზნების თავაკები არის სითბურ თავაკებში. აკეთებს რას, ანუ თვითმფრინავის ძრავიდან გამოსულ გახურებულ, ასე ვთქვათ, გახურებულ ძრავიდან გამოსულ, ასე ვთქვათ, სითბურ სიგნატურას, პლუს ამას უღებს ფოტოებს გასროლის ხო, ფოტოებს უღებს, რომელსაც რაღაცა მილიწამებით იმახსოვრებს და იმის გამო რომ არ დაკარგოს, ასე ვთქვათ, მიზანი და არ გადაერთოს აი ამ სითბურ მაშხარა ხაფანგებზე. ძირითადად სამიზნეზე. კი, ძირითადად სამიზნეზე. აქვე ვარ თემაზე და შემდეგ კითხვა არის, რომ მამპადების წარმოება რამდენად შეგვიძლია. არ შეგვიძლია, მოდი პირდაპირ გეტყვით. მამპადების წარმოება ყველა ვერ აკეთებს აშკარად. რა თქმა უნდა, სულ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია მაგის გაკეთება და ბევრ დიდ ქვეყანასაც არ შეუძლია ამ ეტაპზე მაგის წარმოება ესე უცებ ხელაღებით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია თუ რაღაცა წლების განმავლობაში ჩაიდება ამაში შესაბამისი. თავინო დაგვეხმარება სპეციალისტები. კი, რა თქმა უნდა, ბევრად მარტივია თუ აი თურქეთია, მაგანაც არ დაიწყო ნოლიდან სტინგერის ხაზი და შეისწავლა იგლები
ავსტრიელები სტინგერის საწარმოო ხაზი იყიდა შემდეგში ამერიკიდან და ადგილზე თურქეთში ლიცენზირება თუ შორს თავისთვის. ეგ მარტივი მეთოდი არის ბევრმა დიდმა ევროპულმა ქვეყანამ, აი ჩინეთი ავიღოთ თუნდაც ყველაფრის კოლონებს აკეთებენ ჩინელები რა დაუმოუკიდებლად მაგათაც არ შეუქმნიათ თურქული. საკმაოდ კაი კოლონებს აკეთებენ. მოკლედ საშუალო სერიოზულზე აღარ მაქვს საუბარი, საშუალო დონის მამპადის დამზადება არის ურთულესი რაღაცა და რა ვიცი, ციცე ჩამოსახლებული ქვეყნებს შეუძლიათ რა თქმა უნდა. გასაგებია, მადლობა. ესე იგი რადიოარხით მართვადი ესეთი სისტემები RBS 23, BMC 7, TOREM 1 და OSA-AKM. ჩვეულებრივი რადიოარხით ხდება მართვა, მარტივად რომ მიხვდეთ, ეხლა ცოტათი განსხვავდება აქ საზენტოებში, მაგრამ აი მარტივად რომ მიხვდეთ დრონი მე მგონი ყველა მიცის უკვე დრონები რა არის და რადიომართვადი დრონები რო არის ხო აი დაახლოებით ეგრე ხდება რა აი დატალინკით ხდება ამისი ასეთი რაკეტების მართვა და ზოგადად რადიომართვადი რაკეტები ზოგადად აი ძალიან მანევრულები არის ხოლმე და ძალიან ისეთი კარგად შეიძლება სხვადასხვა მიზნებზე და დამიზნება მთავარი არის რომ რადიომართვის ეს რადიოარხი არ იქნას ჩახშობილი რა ამ შემთხვევაში OSA-AKM-ზე ერთი რადიოარხი არის ძალიან მარტივი არის მისი ჩახშობა მაგრამ აი TOREM 1-ზეც ნუ ერთი არია თანამედროვე TOREM 2-ზე უკვე ორი მართვის არხი აქვს და RBS 23 BMC ძალიან რთული არის ჩასახშობა და ერთ-ერთი სერიოზული სისტემა უბრალოდ სულ ორი ბატარეა დამზადდა რა რადიომართვადი რაკეტებით მეტნაკლებად ასე ვთქვათ რეაქტიული სისტემების რაკეტების ჩამოგდებაც კი შეიძლება როგორც არის აი მაგალითად გრადის რაკეტები რა. ხო, ნუ ეგ მართალი რაკეტა მარტივია. კი და დრონების ჩამოსაგდებათაც ძალიან ეფექტურებია როგორც რადიომართვადი რაკეტები. აი რადიოარხით მართვადი ჩვეულებრივი ილუსტრაციაა როგორ ხდება ასე ვთქვათ რადიოარხით დამზერა და დატალინკით ასე ვთქვათ. ლიცენზიითო იგივე ჩვენი მაყურებელი კითხავს ლიცენზიით ამდენად შესაძლებელია მაგის დამზადება ხა ეგ თვითონ პოლიტიკური არის ალბათ. ლიცენზია კი ანუ შესაძლებელია კი. თუ მოინდომებს ყველაფერი შესაძლებელია. ანუ ისეთ ტექნოლოგიები უყურე. ტექნოლოგიები, მარტივად რომ ტექნოლოგიები, რომლის მოპოვებაზე ცივი ომის პერიოდში მილიარდებს ხარჯავდნენ სხვადასხვა ქვეყნები, დღესდღეობით დამეწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი რაღაცები ინტერნეტში დევს ხოლმე პირდაპირ, რა. ამიტომ ძალიან ბევრი ძალება აღარ არის ხოლმე საჭირო. ამიტომ უბრალოდ მიზანმიმართული მუშაობა არის მაგ კონკრეტულ რაღაცებზე საჭირო, რა. და პოლიტიკური ნებაც არის და ლიცენზიის აღება ისე ადვილი არ არის ხო? ეგრე ადვილი არ არის და ნუ არც არავინ არ მოგცემს. ბევრად უფრო თავისუფალი და მარტივი თავისუფალი ხარ იმაში და მარტივი არის რომ რაღაცა აიღო, დაშალო და შეისწავლო და უკვე ინჟინერიით წახვიდე. აი როგორც თურქები და ჩინელები და თურქები როგორც აკეთებენ. ლაზერული არხით მართვადი რაკეტები, მოხვედრის ძალიან მაღალი ალბათობები აქვს ასეთ რაკეტებს, ესეთი არის RBS 70, RBS 90, ბოლდის რაკეტები და ეს ბოლდის რაკეტა შვედური ვინც უკრაინაშიც გამოიყენება და ეს სისტემა ADATS-ი და ნუ არის კიდე სხვა სისტემებიც. დროში როგორ ვარ? ცოტა ისეთი ვიწრო ასე ვთქვათ 15 წუთი გვაქვს. წესით 20 წუთში უნდა ჩავთავაზოთ. ერთი კითხვა არ კიდე, იმიტომ ჩვენ შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს რომ გვაქვს YouTube არხი. მე მგონი მეორე ლაივის გაკეთებას მოგვიწევს სათავდაცვაზე, სადაც ცოტა რაღაცებს დავაყენებთ. საკმაოდ საინტერესო თემები შეიძლება კიდე ვისაუბროთ, მათ შორის ახლა ჩვენ გვეკითხებიან ერთ-ერთ თემაზე, რომელსაც აუცილებლად ცალკე განვავწოთ, უბრალოდ კითხვა ეგეთი ჩვენ დრონებზე რას იტყვით? ეხლა კითხვა ჩვენს დრონებზე, ჩვენ დრონებს მგონი არ ვაწარმოებთ, ხო? ვაწარმოებთ კი, მაგრამ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ მე ამ კონკრეტულად. ვაწარმოებთ დრონებს. ხო, ანუ არ არის ეს საიდუმლო ინფორმაცია, არანაირი პირიქით, რა ვიცი. სადაზვერო. ხო, როგორც ვის ტელევიზორში იყო? კი, ტელევიზორში იყო ყველაფერი, სადაზვერო დრონებსაც ვაწარმოებთ და კამიკაძე დრონებსაც ვაწარმოებთ. კაიხანიათან როგორც ვიცი. კი, ქართულ-პოლონური ასე ვთქვათ, ის აწარმოებს ერთობლივი კომპანია და საკუთარ ეს დრონი იმდენ პოპულარული დრონები არის. რაღაცა არის ამ უბრალოდ როგორი რაღაცა იცი, აი უკრაინაში დრონებმა რატო დადო დიდი შედეგი რა. მცირე ზომის დრონებზე მაქვს საუბარი, FPV დრონებზე. მოსახლეობა უნდა იცოდეს დრონებთან მუშაობა, დრონების მართვა და ასე შემდეგ. არ არის ლაპარაკი საბრძოლო დრონებზე არ მაქვს მაგის და მაინც საუბარი. აი ომამდე თუ მოსახლეობას ეცოდება, უბრალოდ დრონი ელემენტარული მავიკი როგორ მართოს, ან რას წარმოადგენს საერთოდ მავიკი და ელემენტარული რაღაცების გაკეთება შეეძლოს ომის შემთხვევაში ესეთი სახელმწიფო არის ბევრად უფრო დაცული, ვიდრე ესეთი სახელმწიფო, სადაც მარტო ყანწის ტრიალიცია ნაკეთიკით რა. მარტივად და ყველაფერზე შეზღუდვა მსგავს. ხო, მარტივად რო შევადაროთ, ხო? რა ვიცი, დრონები პოპულარული ხდება ჩვენთან, ძალიან ბევრი სპორტული დანიშნულებით იყენებს. მაგალითად, უკრაინაში ახლა ომამდე ბევრი იყო ხო ოპერატორები, ვინც უბრალოდ რაღაც სხვადასხვა ღონისძიების გადაგებასა ხო, ქორწილებს და ღონისძიებს იღებდნენ დრონებით, ხო? დღესდღეობით ეგ ხალხი ბევრად სერიოზულ რაღაცებს აკეთებს მაგ დრონებით, ანუ მაგაზე მაქვს კონკრეტულად საუბარი. ამიტომ მაღალ ტექნოლოგიურ რაღაცებს უნდა აუწყოს ჩვენმა ქვეყანამაც ფეხი და რეალურად ეგ მაღალ ტექნოლოგიური რაღაცები ამ შემთხვევაში დრონების მაგალითზე
გაძლევს საშუალებას, რომ მცირე რესურსებით ებრძოლო აღმატებულ მოწინააღმდეგეს და დიდ ძალებს. თან მცირე რესურსი ჭირდება რეალურად მაგ დრონის შემთხვევაში, ვიდრე შენ აწყვეტლა სამი შელონირებული სისტემა, სხვადასხვა რაღაცებია, ისიც საჭიროა, მაგრამ ახლა დრონებზე ახლა იკითხეს. მაგ მართლებით ვითარდებით ესე ვთქვათ. კი. უფრო მეტიც შეიძლება ყველაფერი, მაგრამ ალბათ იქნება თავის დროზე ყველაფერი. აქტიური რადიოლოკაციური თავაკით მართვადი საზეიმტო რაკეტები. ესე იგი, ეს არის აქტიური რადიოლოკაციური რაკეტები, რომელიც პირველ ეტაპზე ასეთი რაკეტების გამიჯნოს ახდენენ თვითონ გამშვებები. პირველ ეტაპზე პირველი რამდენიმე კილომეტრი, ხშირ შემთხვევაში ეს პირველი 20 კილომეტრი არის ხოლმე ასეთი რაკეტები რადიოარხით იმართება და შემდგომ ირთვება უკვე რაკეტის თავაკში არსებული, აი ახეთ წითელი ფერის თეფს რო ხედავთ, რაკეტის თავაკში არსებული რადიოლოკაციური, ასე ვთქვათ, დამიჯნების თავაკი ახდენს თვითონვე დასხივებას თვითმფრინავის არეკვლილის მიღებას და მიყვება და ეჯახება სამიზნეს. ამ შემთხვევაში ასეთი სისტემა სწორდა ეს ნასამს მაგალითად და პეტრიოტიც ამ შემთხვევაში ეს სითბური ხაფანგები ხო აი ეგ ძალიან ისეთ საინტერესო ის არის კი აი ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე ფილმებში რომ მაგალითად რაღაცა ისეთ სისტემას ესურიან თვითმფრინავს რომელიც რადიოლოკაციური ან რადიოარხით დამიზნებადი არის და ამ დროს ხაფანგებს ყრის ხოლმე ეს ის რა ქვია თვითმფრინავი და იცილებს ხო სისულელია ხაფანგებით შეიძლება მხოლოდ სითბური დამიზნების სტინგერი უხეშად ვთქვათ სითბური დამიზნების აკეტების აცილება არსებობს სპეციალური ჩაფები რა არის ესეთი ალუმინის ესეთი ვაი რა შევადარო არ ვიცი ალუმინისგან გაკეთებული ესეთი რაღაც ესეთი აბლაბუდასავით არის რომლებიც სპეციალური ასე ვთქვათ პირველ ელემენტებით ხდება მისი გამოყრა მათ შორის მეტალის კი ისინი არის რომელიც რადიოლოკაციური დამიზნების რაკეტებს ატყუებს და აი თვითმფრინავი თქოს იქით გაფრინდა რა დიდი მეტალის ნაჭრებს აგდებს ესე ვთქვათ ხო სპეციალური პირველ ელემენტებია რომელიც სითბურ ხაფანგებთან ერთად იდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში და დიდი ელემენტები არ არის ანუ გამოწყოსნის შემდეგ ხდება მისი გახეთქვა და შემდგომში იშლება რა აი მოკლედ ღრუბელი იქნება მეტალის ღრუბელივით იქნება ხო რაღაც ბამბასავით ოღონდ ალუმინის წვრილი ალუმინის წვრილი ძაფებით ხდება მის დამზადება კი მუშაობს კი ესე იგი რადიოლოკაციური დამიზნების ნახევრად აქტიური თავაკებით საზეიმტო რაკეტები როგორც არის ბუკის სისტემა მაგალითად ცენტრალური ადრეული აღმოჩენის რადარი წეღარაზე გესაუბრებოდი აი ზემოთ მარცხნივ რო არის კუპოლი გამიზნვის რადარი მუდმივ კავშირში არის რა თქმა უნდა გამშვებ მანქანასთან ქვემოთ ხედავთ აი ის რით უკავშირდება გამოჩნდა სამიზნე დაასხივა ცენტრალური იმართვის რადარმა გადაეცა კოორდინატები თუნ გამშვებ მანქანის წინ არსებულმა ესეთმა ანტენამ დაასხივა თვითმფრინავიდან შემდგომში მოხდა ასე ვთქვათ რაკეტის გაშვება და უკვე რაკეტის აქეთ რასაც ხედავთ ეს არის ბუკის ანტენა არის ცხვირში აი თეთრი ფერის ცხვირი ხო აქვს ბუკის რაკეტას და აი მან დაყენია სწორედ აი ეს თეთრი ფერის თეფში მაგ ადგილზე უწევს უკვე მიიღო რაკეტამ ასხივებს ისევ თვითონ გამშვებიდან ადგარი და რაკეტა იღებს და მიფრინავს და ეჯახება თვითმფრინავს ნუ ეჯახება არა რომ თვითმფრინავთან ახლოს ფეთქდება უმეტეს შემთხვევაში ეს არის უკვე ნახევრად აქტიური ხო, ეხა უკვე ეს ძალიან თული თემა არის, ამ ძალიან ეხა არ წავა ძალიან დეტალებში, მოკლედ საზეიმტო სარაკეტო სისტემები საბრძოლო წყობაში ორგანიზება დაახლოებით წაგავს როგორც მუშაობს артиლერია საბრძოლო წყობაში, ესე იგი ზემოდან ქვემოთ დეტალებში აღარ წავიდან ბუკის მაგალითზე არის საცეცხლე მანქანა, ბატარეა, დივიზიონი, საზეიმტო ბრიგადა. დაახლოებით ესეთია. ნუ შეიძლება საზეიმტო ბრიგადა შეიძლება საერთოდ არ იყოს და დივიზიონი იყოს ყველაზე დიდი. იმიტომ სტანდარტული ხა საცეცხლე მანქანა ერთი ცალი რა თქმა უნდა. ბატარეა. შეიძლება საცეცხლე მანქანა ორი მანქანისგანაც შედგებოდეს ზოგ შემთხვევაში გამშვები და დამხმარე მანქანა, გამშვები დამტენი მანქანა, TZM ბუკის შემთხვევაში რა. არის ეგეთები ბატარეა 6 მანქანა არის ხოლმე იდეალურ სიტუაციაში არსებობს 8 მანქანიანი ბატარეებიც პეტრიოტები არის ეგეთი. შეიძლება იყოს 2 მანქანა, შეიძლება 4-ის იყოს, შეიძლება 6 იყოს. მოკლედ 2-დან 8-მდე რა. ხანისი არის ხანასე რა. ხო, იმიტომ შეიძლება ხოლმე ხშირად და ხო, დივიზიონში 3 ბატარეა შედის და ნუ საზეიმტო ბრიგადაში შეიძლება 3 დივიზიონი შედიოდეს, შეიძლება 2 დივიზიონი შედიოდეს, 4 დივიზიონიანი საზეიმტო ბრიგადებიც არსებობს ზოგიერთ ქვეყნებში. გააჩნია რა სისტემაზე არის აწყობილი რა. ესე იგი საზეიმტო артиლერია ეს ჩემი საყვარელი მიმართულებაა და ძალიან დიდი ისიც არის, ამიტომ ძალიან ისეთი შორსოა წავიდეთ საზეიმტო артиლერია არის მცირე კალიბრიანი საზეიმტო ქვემეხები, ბუქსირებადი ან თვითმავალი, ავტომატიზირებული ან ხელით ასე ვთქვათ ხელით გამოყენებადი, ხელით სასული აი Z23 როგორც არის რომლებიც ასე ვთქვათ იდეალური საშუალება არის სხვადასხვა მცირე ზომის დრონების ჩამოგზადება დღესდღეობით და სხვადასხვა ტიპის ფთოსანი რაკეტების ჩამოგზადება. ხშირად ჩანს ხოლმე მაგით. ხო, ცივი ომის პერიოდში ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა, აქტიურად გამოიყენებოდა საზეიმტო артиლერია 6 დღიანი ომის პერიოდში.
და შემდგომ თითქოს საზენიტო რაკეტებმა ბევრს ეგონა ეგრე რომ საზენიტო რაკეტებმა მთლიანად განდევნაო საზენიტო არტილერიაო და ასე ვთქვათ თითქოს დავიწყებას მიეცა ბევრ ქვეყანაში და აღარ მუშაობენ მოხსნა შეიარაღებიდან, მაგრამ ბევრგან გაგრძელდა ესეთი ცნობილი სისტემები რაც არის ნაჩვენები ხო შილკა 23 მმ-იანი საზენიტო არტილერიის კალიბრი ზოგადად მერყევს 20 მმ-დან ზემოთ და ნუ ამ ეტაპზე დღესდღეობით ყველაზე მსხვილი რაც არის 20 მმ 57 მმ ეს 60-ის შემთხვევაში რა 20-იც გამოიყენება ნუ აი ამერიკული ფალანგსის სეირამის შემთხვევაში 20-23 საბჭოთა კალიბრი 30 35 და 40 მმ ბოფორსის შემთხვევაში რა. აი ესეთი თანამედროვე ნიმუში, კლასიკური ასე ვთქვათ, თანამედროვე ნიმუში ძალიან ესეთი საინტერესო რაც არის მანტისი, ერლიკონის ავტომატებით, საზენიტო ავტომატებით, გერმანული 35 მმ-იანი საზენიტო საარტილერიო დანადგარი, ეს სხვადასხვა კონფიგურაციები უკრაინასაც მიაწოდეს და ეს არის სისტემა, რომელსაც აი შეუძლია რადიოპროგრამირებადი წეღავსაუბრობდით იმაზე, რადიოპროგრამირებადი ჭურვების სროლა და ნამსხვრევების ფარდის კონტროლი სხვადასხვა მანძილებზე. ზოგადად შედარებით ცოტა მოძველებულ საზენიტო არტილერიის სისტემებს აქვს ფიქსირებული აფეთქების დრო რა ჭურვებს და გიწევს რომ საზენიტო ფარდა რაღაცნაირად წინ დაახვედრო სხვადასხვა ასე ვთქვათ შესაძლო მანძილებს და შესაძლო კოორდინატებზე ადგილებზე შენკენ ან შენგან ან რაღაცა შენ კუთხით მფრენ სხვადასხვა მიზანს და ამ შემთხვევაში თანამედროვე საზენიტო არტილერია მანტისი, სკაიშილდი იძლევა საშუალებას რომ მოხდეს სხვადასხვა დროის სხვადასხვა მონაკვეთებზე ჭურვების სკდომა და კონტროლებადი ფარდა აწარმოოს სხვადასხვა მანძილებზე და გააყოლო ეს ნამსხვრევების ფარდა სხვადასხვა მიმართულებით შენგან ასე ვთქვათ შენგან ასე ვთქვათ სხვა მიმართულებით ისეთ სამიზნეს რომელიც მუდმივად გშორდება მოკლედ რა და ფარდა მიაყოლო და მარტივად მოახდინო მისი ჩამოგდება რა აი საინტერესო ვიდეო არის და ხა ბევრს ალბათ ნანახის ექნება მაგრამ ვისაც არ აქვს ნანახი ეს არის სწორედ ეს მანტისის სტაციონარული კონფიგურაცია შეიხედავთ ჭურვი ლულის ბოლოში გავლის დროს ხდება ჭურვის ამფეთქის დაპროგრამება ეს მობილურად ხდება ამისი ხო ინდუქციური კოჭათი ხო მომენტალურად მილიწამებში ხდება ეს ჭურვი ახლა აქ შენელებულია რა თქმა უნდა და სხვადასხვა რამდენიმე მილიწამის ასე ვთქვათ შეყოვნებით ხდება სხვადასხვა მანძილებზე ჭურვების გახეთქვა და მასში არსებული მზაშრაპნელური ელემენტები ასე ვთქვათ სკდება სხვადასხვა მანძილებზე კასიწური ჭურვიც ხდება ესე ვთქვათ ამ ეტაპზე ყველაზე მცირე კალიბრიანი საზენიტო ჭურვი რომლის ამფეთქშიც მოხერხდა პროგრამირებადი ნაწილის ჩატევა არის 30 მმ-იანი ჭურვები რუსები ცდილობენ ამის გაკეთებას 30 მმ-იანებზე დიდად არ გამოსდით ნორმალური 30 მმ-იანში უფრო აი გერმანელები აკეთებენ ასეთებს ჩინელებსაც აქვთ ამერიკელებსაც პატარები და ნორვეგიელებს აქვთ კიდე ნამოაკეთებს ასეთ ამფეთქებს 23 მმ-ში ამ ეტაპზე არ ხერხდება ჩატევა როგორც არის შილკას ან 23-ის ჭურვი ხო გამანადგურებელი გზაგადამჭრელი ავიაცია ანუ გამანადგურებელი ავიაცია რომლებსაც დიდი სიჩქარეები აქვს და შეუძლია გზა გადაუჭრას მოწინააღმდეგის გამარჯვება აქეთ ამერიკული F-15 სიჩქარე 2655 აქეთ რუსული MiG-31 3000 კმ/სთ ხო კინჟალებს ისვრის MiG-31K გადაკეთებული აი წეღარო საუბრობდით საინტერესო სურათები მოკლედ ნიმუშები მოკლედ ვითარდება დასავლური ავიაცია აქეთ F-22 არის ვის აცილებს ხო F-22 არის აქეთ F-14 და ეს 95 უცვლელი არის რა ხო და 95 MS აქეთ ხედავთ უკვე ამერიკული B1 და აქეთ ამერიკული B-52-ები რუსული Su-27-ები აცილებენ Su-27 ეგეთებიც მომხდარა გამანადგურებელი გზაგადამჭრელი ავიაცია როგორც წესი უფრო შეიარაღებულია ჰაერი კლასის რაკეტებით როგორც სითბურით ასევე რადიოლოკაციური დამიზნების რაკეტებითაც რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები ამაზე მე ცალკე კიდე ლაივ ლექცია გავაკეთოთ ცალკე კაისმა გაკეთებული მოკლედ ბევრი დეტალიზაცია გჭირდება აუცილებლად მიმართულება არის სისტემები რომელიც ახდენენ სახმელეთო და საჰაერო ობიექტების ჩახშობას სხვადასხვა ელექტრომაგნიტური სპექტრის სხვადასხვა ასე ვთქვათ სიხშირეებზე ნუ ესეთი ცნობილი სისტემები რაც ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა რუსული კრასუხა-4 და თურქული ასელსან ქორალი მაგალითად სომხეთ-აზერბაიჯანის ომის პერიოდში გამოიყენებოდა და კრასუხა-4 მაგალითად გამოიყენებოდა უკრაინაში რუსები აქტიურად იყენებენ და სხვათა შორის ხელში ჩაიგდეს 1-2 კრასუხა უკრაინელებმა
ბევრს განუდგეს კიდევაც, ხო? კი. რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობა, ხო, როგორც საერთაშორისო თავდაცვის კომპონენტი, ხო, ცალკეც მუშაობენ, მაგრამ კომპონენტათაც მუშაობენ, ანუ ერთმანეთთან არის შერწყმული, ასე ვთქვათ, რადიოლოკაციურ სისტემებთან და სხვა კომპონენტებთან ამ კონკრეტული სისტემების მუშაობა. აი, ერთი კითხვას ბარემ ჩავაქსო ამაში. კი, და ეს საინტერესო სურათია, წერანს გაჩვენეთ, ხო, მოკლედ აქ ვითომ ხო სერიოზული ქაოსია, მაგრამ რეალურად კიდევ უფრო უარესად არის საქმე. ეს არის თანამედროვე ცუდა ჩანს, მაგრამ საკმაოდ დიდი ქაოსია. ეს არის თანამედროვე ბრძოლის ველი, ჩვენთვის თვალით უხილავი სპექტრები რო ჩანდეს რა, თვალით რო ხედავდეთ ადამიანის თვალისათვის უხილავ სპექტრებს რა. რეალურად ყველა აქ თითო ის თითოცალი არის მოცემული, რეალურად აქ თითოცალი ეს სიტყვაზე სხივები რაც არის, ბევრად უფრო მეტია ბრძოლის ველზე და ქაოსი არის ხა ერთი შეხედვით და ამას ეწოდება ელექტრომაგნიტური ველის დაბინძურება, ესეთი ტერმინი არსებობს, ხო, და კი თანამგზავრებიც, აკე სახმელთო კავშირის სისტემები, რადიოარხები, რადიოლოკაციური დამიზნების რაკეტების არხები, კავშირგაბმულობის სხვადასხვა არხები და მოკლედ მილიონი რაღაცა არის. აი, ეს კითხვას ბარემ ჩავაქსოთ, სანამ ბოლოზე გადავალთ, ხო? ბოლოსკენ ვარ. თავდება ფაქტიურად. კი. მამპადებს შეგეწყვეტილი გასაღების რა დანიშნულება აქვსო? ხო, მამპადების გასაღები. ზოგადად მამპადები არის ტერორისტებისთვის ძალიან საყვარელი იარაღი რა. ბევრჯერ მოხდა რა განსაკუთრებით ცივი პერიოდში 90-იანებშიც, რომ გადასატანი GSS-კათი, გადასატანი საზენიტოს კომპლექსით ჩამოუგდიათ სხვადასხვა სამოქალაქო სამგზავრო ტერორისტებს. აფრინსაც. ამიტომ კეთდება ეგეთი რაღაცა, ანუ გასაღები რეალურად კარების გასაღებივით არ არის, პატარა ჩიპები არის, მოკლედ, რომელიც შესაძლებელია ეს პატარა ჩიპები იდება რაკეტებში, როგორც წესი კუდა ნაწილში დევს ხოლმე ესენი და ყველა ასე ვთქვათ რაკეტა რო გავარდეს ეს კონკრეტული ჩიპი უნდა იდოს რაკეტაში, უკანა მხარეს ჩიპი უნდა იყოს მოთავსებული, შეიძლება სხვაგანაც იყოს, გააჩნია რა ტიპის რაკეტა არის, ზოგს წინა ნაწილში ცედება და უნდა იყოს მიბმული კონკრეტული გამშვებ ხელსაწყოზე, აი გამშვებ პისტოლეტზე. მოკლედ რაკეტა თავის იმაში. კი, სხვაზე რო დაამაგრო ეს რაკეტა არ გავარდება. ან ის ჩიპი რო სხვა რაკეტაში გადადო. ასე ხდება, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ზონების მაქსიმალური. ეს ყველაზე ხო სტანდარტია ეგეთი. ეგ არის სტანდარტი მსოფლიოში. კი, სტინგერები, ჩინელები, ამერიკელები იყენებენ. და სად უყენია ზუსტად ის ჩიპი, როგორი ფორმის იქნება, როგორი მუშაობს, ეგ უკვე მეორე ხარისხოვანია. პრინციპი არის ეგეთი, კი, ხო. ეგრე მუშაობს. თავიდან რო იქნას არიძებული სიტყვაზე ომის დროს დაკარგვის შემთხვევაში ან რაღაცა, შეიძლება მარტო რაკეტა დაიკარგოს ან მარტო გამშვები ხელსაწყო დაიკარგოს და სხვა რაკეტა რო დაამაგრო და ვერ ისროლო, ესე უპრობლემოდ. რა წინასწარ ქართულად ხდება ამის დაპროგრამება, გაწერა და ესეთი ვიღაც უბრალო ტიპი გამოქვაბულში მაგას ვერ გადააწეს და ვერც უბრალო პროგრამისტი წესით ვერ უნდა ისაქნას. ანუ ეგ პრინციპი მუშაობს მაგეებზე რა. ეხლა იქ წეღან რო ლაპარაკობდით ეშელონირების, საჰაერო თავდაცვის ეშელონირებაზე, ეხლა აქ არის მოყვანილი ჩვენი საქართველოს რუკა, იმიტომ რომ ჩვენმა მსმენელებმა ყველაზე კარგად ჩვენი რუკა იცის, საქვეყანაზე შეიძლებოდა, მაგრამ აქ მარტივია. ეს არის საკითხია. მხოლოდ მაგალითი არის ნიმუში, აქაც მცირე რაოდენობა არის, აი როგორ შეიძლება მოეწყოს ეშელონირება, ანუ ეს არ არის არც რაღაცა ძალიან საუკეთესო ვარიანტი, არც რაღაც ძალიან მონახაზი გეწოდება. კარგია და ცუდია, ამას არ ვძახი. ანუ როგორი შეიძლება იყოს მოკლედ ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა. დიდი შავი რგოლები არის შორმანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების მოქმედების არეალები, რომლებიც ფარავს პრაქტიკულად დიდ ფართობებს და მასში ექცევა უკვე ახლო მანძილზე მოქმედი სისტემების დაფარვის არეალების სიტყვაზე ავიღოთ აი 30 კილომეტრიანი რადიუსით რა. წითელი რგოლები რაც არის, ამ წითელ რგოლებში უკვე შემდგომში არის პატარა ესეთი ლურჯი რგოლები, რომელიც უკვე კონკრეტულ არეალებზე არის პასუხისმგებელი და ბევრად უფრო ნაკლებ სივრცეს ფარავს რა. ესენ თითოეული მათგანი ბევრად უფრო მეტიც შეიძლება იყოს, ან შედარებით უფრო ნაკლებიც. აი წითლები მაგალითად უფრო მეტი შეიძლება იყოს, ლურჯები კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს კონკრეტულ სიტუაციაში გააჩნია როგორ იქნება მოწყობილი და ნუ ეს შავები ხა ძალიან დიდი რაოდენობით ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე არც არის ხა ძალიან ბევრი საჭირო და ფიზიკურად ვერც განალაგებ ყველგან და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ზოგადი მონახაზი არის რა, დაახლოებით ასეთი პრინციპით ხდება. რეალურად ბევრად რთულად არის ეს თემა, მაგრამ რეალურად როგორც არის, ნუ ის რო ვაჩვენოთ აქ და ისა რეალურად როგორც არის არა, რეალურად როგორც კეთდება სიტყვაზე სხვადასხვა ქვეყნების პირობებში აწყობა ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ბევრად უფრო რთული სქემები არის აქ და მაყურებელი სამოქალაქო პირები ვერ გაიგებენ ეს მოკედან. კი ამ თემაზე შეიძლება მე ცალკე ხო, ნუ არ მგონია ხა ცალკე ლექცია ამაზე ღირდეს, რა ვიცი, შეიძლება, მაგრამ ესეთი თემა არის. ბევრი ჩვენი მომხმარებელიც წერდა ატყირო, აინტერესებდა ეს საქართველოს შემთხვევაში კონკრეტულად რისი გაკეთება შეიძლება
უფრო დეტალურად ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ საიდუმლოება ისე რა, ანუ ჩვენ სურვილი რა არის ამ შემთხვევაში. ხო, სურვილებზე ხა სურვილი ბევრი შეიძლება იყოს და ბევრს აქვს სურვილები რომ რაღაც ყველგან ტაადები დავაყენო და ყველა ოჯახს თითო სტინგერი იყოს და თითო ოჯახს თითო სტინგერი აქცია. ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ნუ რეალობა ცოტა სხვანაირიანი, ამიტომ ეგ ცოტა ისეთი სფერო არის, რომ მაგ თემაზე სერიოზული ლაპარაკი ცოტა ისეთი რაღაცებს მოითხოვს. მოკლედ არ არის დიდად რეკომენდირებული მოკლედ რა. რაღაც ზოგადი საუბრები კი შეიძლება ზოგადი საუბრები ახლა ჩვენც გვაქვს, მაგრამ როცა აი უფრო კონკრეტიკაში გადადიხარ და კონკრეტულ რაღაცებზე საუბრობ, სერიოზული სპეციალისტიც უნდა იყო მაგ კუთხით რაღაცა. უბრალოდ სტინგერის როლა რო იცოდიან იგლას როლა, მაგ თემაზე ვერ ილაპარაკებს. ახალ თავდაცვის სისტემა როგორ უნდა იყოს, რეალურად ეგ ცოტა სხვა ტიპის სპეციალისტებს საჭიროებს და არც ამ დონეზე გარჩევა ხდება მაგისი, ამიტომ ეს ამ ეტაპზე რაც არის მაქსიმუმი არის, რაც ესეც ბევრია რეალურად რა უნდა იცოდეს მოსახლეობა, რომ ზოგადად წარმოდგენა შეექმნას რა არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, იმიტომ რომ რეალურად მცირე არის ძალიან ინფორმაცია ამაზე. ნუ ვისაც ძალიან აინტერესებს და ისა წლებია ვისწავლობ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, იმათ იციან მეტნაკლებად, მაგრამ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა ნაკლებად. თან როგორ არის, ანუ ასეთ თემებზე რომ სიღრმისეულად ილაპარაკო, ჯერ რაღაც საფუძველი უნდა ქონდეს და მერე უნდა ისაუბრო მაგ რაღაცებს. ესე იგი, საინტერესო ფაქტები საზეიმტო სისტემების მუშაობის, საჰაერო თავდაცვის მუშაობის 1999 წლის 27 მარტი, მოდი ეს კარგად წავკითხოთ ბოლომდე. მიმდინარეობს იუგოსლავიის ომი. იუგოსლავიის ომი მიდის, ხო და სოფლიოს საჰაერო თავდაცვის ისტორიაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა, მოხდა ამერიკული უჩინარის ტელს ბომბდამშენი თვითმფრინავი F-17 ნაითოუკი, ფილმიც არის გადაღებული ამაზე. მაშინდელი იუგოსლავიის არმიის 250 სარაკეტო საზეიმტო სარაკეტო ბრიგადის მესამე საზეიმტო სარაკეტო ბატარეამ პოლკოვნიკი დანი ზოლტანის მეთაურობით ჩამოაგდო მოძველებული საბჭოთა საზეიმტო სარაკეტო კომპლექსი S-25-ით, ეს ნევას მოდიფიკაციაში იყო, ეს სხვა ქვემოდიფიკაციები არის, გასროლილი იქნა 5 V-27D ტიპის საზეიმტო რაკეტა. და ნუ ეს ცოტა ისეთ მომენტში მოხდა თვითმფრინავის დაფიქსირება, როცა მან გააღო დახურული ბომბნაკვეთური და ამის გაღების დროს მისი სტელს, ასე ვთქვათ, თვისებები დაიკარგა და მოხდა მეტნაკლებად დაფიქსირება, რომ აქ რაღაც ბომბდამშენი მიფრინავსო, შემდგომში კონკრეტული არეალის სკანირება მოხდა უკვე ვიწრო არხით, რადარით და მოხდა მასზე S-25-ის რაკეტის გამიზნვა და ერთადერთი იმას დავუწყებ, რომ ეს უკვე მიმდინარეობს მასირებული შეტევისას, ეს მარტო ერთი ხარ მონაწილეობს ამ შეტევაში და ნუ ერთ სიტყვით შავსები გაიზარდა. კი. ოდაშურის ამის ნარჩენები ბელგრადის სამხედრო მუზეუმში არის დღემდე. ბევრ შეცდომით გონია, რატომღაც B2 არის მაგ დროს ჩამოართული. არა, B2 არა. B2-ს იყენებდნენ მათ. ხო, ბევრი ამტკიცებს იმას, რომ H17-ი B2 არის, ხო და? არა, ნარჩენები დევს მუზეუმში. ასე დათვლილია B2-ები 20-21 წელი ამდენი წელი. ნარჩენები ფანარის ფიუზელაჟის ნაწილები დევს ისა. ესე იგი, შემდგომი ესე ვთქვათ სერიოზული ფაქტი შემდგომში უკრაინაშიც დაფიქსირდა Tu-22-ების ჩამოგდება, ორჯერ ჩამოაგდეს Tu-22. ხო, ჩვენ ეხლა უშ ჩამოგდეს უკრაინელებმა და სხვა რაღაცები ბევრი ჩამოყარეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რომ პირველად მოხდა Tu-22-ის და პრაქტიკულად საბრძოლო სიტუაციაში პირველად მოხდა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენის ჩამოგდება. Tu-22 არის ტაქტიკური, ასე ვთქვათ, ტაქტიკურ რაკეტმზიდსაც ეძახდნენ, ერთ-ერთი კლასიფიკაცია ეგეთი იყო და აქვს ასევე სტრატეგიული რაკეტმზიდ ბომბდამშენის კლასიფიკაცია. ჩვენ შემთხვევაში 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს საჰაერო თავდაცვის გათვლამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემის გათვლამ ბუკ-1 ტიპის კომპლექსით ჩამოაგდო რუსეთის საჰაერო ძალების Tu-22 M3 ტიპის შორეული მოქმედების რაკეტმზიდი ბომბდამშენი და ორი ერთეული რაკეტა იქნა გაშვებული თუ არ ვსდები და მეორე ჩამოაგდა ხო პარაშუტით რაც მაგასუს კარგად დეტალებს ხო კითხვა გამიშა ეს ხო ზოგადად ისე მუშაობს სახარო სივრცეში ზოგჯერ არც შედის და ბომბები ჩამოყარეს მოკლედ Tu-22-მა კოპიტნარი დაბომბეს კი კოპიტნარი დაბომბეს და უკვე რუსეთის მმართველობით გადიოდა თუ არ ვსდები როგორც მახსოვს და მაგ დროს მოხდა ქარელის რაიონში მოხდა ჩამოგდება რეალურად ესენი არც უნდა შედიოდნენ ეგეთ სიღრმეზე ხო რაკეტების გაშვებას თუ ახორციელებს კი, მაგრამ რაკეტმზიდებად Tu-22-ები ნაკლებად იყენებენ რუსები რაკეტმზიდებად. რა Tu-160-ებს და Tu-95-ებს იყენებენ, მაგრამ Tu-22-ებს უფრო ბომბების ჩამოსავალად იყენებენ და განსაკუთრებით მაშინ. თან ეს Tu-22 ბომბები რაც ჩვენ რა ჩამოვარგდით, ხო, ჩამოაგდეს ჩვენებმა, ჩვენმა მეზენტერმა Tu-22 M3 ერი იყო, კიდე ცოტა სპეცმოდიფიკაცია იყო.
დამატებით სადაზვერო აღჭურვილობით იყო აღჭურვილი, რომელიც აი დაბომბვის შემდეგ ასე ვთქვათ აკეთებდა დაზუსტებას და ასე ვთქვათ ფოტოგადაღებას და დაზუსტებას რა ზიანი მიადგა კონკრეტულ დაბომბილ ობიექტს და სწორედ ეს თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. ხო, აი რაღაცა კითხვები თუ არის, შეგვიძლია ერთი ორი კითხვას კიდევ უპასუხოთ და ძალიან გაგვეწელა, მე მგონი 2 საათი არის, ხო? კი, 2 საათია დაახლოებით, აი 5 წუთი, თუ რაღაცა ვინმეს თუ კითხვა გაქვთ, დაგვიწერეთ ლაივში ვინც გვიყურებთ. ასევე შეგახსენებთ, რომ ვინც ახლა ლაივში გვიყურებთ და ან შეხედავს ჩვენ ლაივს, რომელიც დაიდება Facebook გვერდზე, ეს ვიდეო სულად შეგიძლიათ უფრო ხარისხიანად და სრულყოფილად ნახოთ ჩვენს YouTube არხზე, სადაც გიგასთან ერთად ვაკეთებთ რაღაცას მოხილვას. და რა თემაზე გინდათ რომ ვისაუბროთ შემდეგში? მოგწერეთ, დაგვიწერეთ, უფრო ჯობია რომ ამ თვითონ ლაივის კომენტარებში. გვაქვს იდეები რაღაც ვაპირებთ შემდგომში, მაგრამ თუ დააკომენტარებენ და მოწონები ბევრი ექნება და დაწერენ რა უნდა კი, ჩვენ გვინდა რომ აი ყველა მართულება შეგვიძლია. კი, აი მაგაზე ვსაუბრობთ რომ აგერ ჩემთან ერთად გიგაინაშვილი მყოფა, რომელიც საკმაოდ კარგად ერკვევა შეარაღებებში სხვა ქვეყნების და ჩვენი ქვეყნის შეარაღებაში, ხო? რაღაცებზე შეიძლება საუბარი, რაღაცებზე არ შეიძლება საუბარი, რაზე შეიძლება იმაზე ვისაუბროთ. შეიძლება ის არ გამოვა რა. ხო, რა თქმა უნდა. ვაი თუნდაც დრონებზე რაც იყო საუბარი. აქედან გამომდინარე ჩვენი პროექტის მიზანი არის ახალი დაწყებული ჩვენი პროექტი. ხო, ფაქტობრივად პირველი ლაივი გვაქვს, ხო? კიდე რაღაც ვიდეოები ჩავწერეთ უკვე აღჭურვილების მიმოხილვებსაც გავაკეთებთ, ცოტა უფრო ქვედა ინდივიდუალურ დონეზე, ანუ თქვენთან წარმოდგენილი ტაქტიკური აღჭურვილობები, საველე ტესტირებებსაც ვაპირებთ, როგორც აუცილებლად. თქვით წინა ვიდეოში და აი ესეთი შემეცნებითი ლაივებიც გვექნება, სადაც ესეთ ცოტა ისეთ რაღაცებს მივუვიხილავთ, რაც სიტყვაზე აი საზეიმტო სისტემები, პეტრიოტები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს. რომელიც არ იყიდება და ამ ეტაპზე არ იყიდება სტრატეგიული ბომბდამშენები და ასე შემდეგ. ხო, ერთადერთი თხოვნა იქნება ჩვენი მაყურებლებისადმი, რომ გამოიწევენ ჩვენი Instagram გვერდი, ჩვენი YouTube არხი, ჩვეულებრივ Tactical G-ს ჩაწეროთ, ნახავთ, ასევე დიდ მადლობას გადავხდით Tactical G-ს, რომ დაგვითმო ეს სივრცე. ცოტა გვიანი კი გამოგვივიდა, უბრალოდ არ გვინდა და მოხალისის ხელი შეგვეშალა. და კი იცი ჩვენი მისამართი აგლაძის 15 ნომერში იმყოფება ჩვენი ძირითადი ფილიალი სადაც გვაქვს. ეს სანგარი არ არის და არც ბლინდაჟი. ხო, აი განსაკუთრებით ვინც აქტიურებს ამ ჩვენი ვიდეოების კომენტარებში და ესა ესეთი Z23-ის პაციც ვაჩუქოთ. კი ბატონო, კი, თან MTAC-ის უკრაინული წარმოებისა და ძალიან მომეწონა აი ეს მოცულობითი ხედავ თან თემატურია. დიდი მადლობა ვინც გიყურებდით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენთან ერთად იყო შეარაღების ექსპერტი, სპეციალისტი გიგაინაშვილი. გამოიწერეთ გიგას, როგორც ვიცი, Facebook-ზე არის აქტიურად ამ ეტაპზე. საკმაოდ ბევრი გამომწერი ყავს და დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ვინც გიყურებდით კიდევ ერთხელ.